თემა, რომელზეც ახლა უკვე ქაოსი დატრიალდა და მთელი მსოფლიო ამ თემაზე საუბრობს, თქვენ ბევრად ადრე დაიწყეთ ამ თემებზე საუბარი, სანამ ფაილები გამოჩნდებოდა. და იყო ესეთი შემთხვევებიც, როცა შეთქმულების თეორიებში გადანაშაულებდნენ იმისთვის, რომ ამ წარეს სიმართლეზე საუბრობდით. რა მაინტერესებს იცით ჯერ პირველ რიგში? რაც თქვენ იცოდით, ბევრად უფრო მძიმე სურათი აღმოჩნდა საბოლოო ჯამში თუ ეს ყველაფერი ესეთი ფორმით იცოდით და ესეთი მძიმე ფორმით იცოდით, რასაც თქვენ საუბრობდით? თეკლა მოგესალმებით და მივესალმებით თქვენს მრავალ მაყურებელს დიდ ძალიან როგორც ვიცი საკმაოდ ვრცელ ასე ვთქვათ მაყურებელთა წრეს. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, როგორ გითხრათ, აბა, რა თქმა უნდა, ეს მოცულობა, რომელი მოცულობითაც ახლა ეს გამოაშკარავდა, ეს არავინ არ იცოდა. მე მგონი თვითონ იმ ხალხმაც არ იცოდა, ვინაც ამაში მონაწილეობდა, იმდენად მასშტაბური აღმოჩნდა ეს ყველაფერი. მაგრამ მეორე მხრივ არაფერი, ასე ვთქვათ, წარმოუდგენელი, ასე ვთქვათ, ჩემთვის და არაფერი ისეთი, რაც გავიგე და გამაკვირვებდა, ასეთი არაფერი არ მინახავს, რაც ახლა ამ გამოქვეყნებულ ფაილებში. რა თქმა უნდა, ახლა ყველა ფაილებში ვერც ერთი ცალკე აღებული ნორმალური ადამიანი ვერ გაეცნობა, იქ არის 3 მილიონზე მეტი გამოქვეყნებული. მაგრამ რა თქმა უნდა, ამაზე ბევრი, მრავალი დაინტერესებული პირი, ექსპერტი და მათ შორის ბლოგერი და ჟურნალისტი სხედან და მუშაობენ ამის გაშიფრვაზე. იმიტომ რომ ისეთი დიდი მოცულობის მასალა არის, რომ ყველას მილიონობით ფაილზეა საუბარი, ვერავინ ვერ დაამუშავებს. ამიტომ ხდება გარკვეული საკოდო სიტყვების, თქვათ, მიცემა და როგორც Google-ში დაგუგლოა, ესეთი პროგრამები არსებობს, რომელთაც მაგალითად რო ჩააგდო მაგალითად სიტყვა ცნება პიცა, სიტყვაზე ვთქვათ პიცა, ხო? და რამდენჯერ ამოტივტივდება და რამდენ მიმოწერაში, რამდენ ფაილში და რამდენ დოკუმენტში იქნება ნახსენები პიცა, მათ შორის აი ამ ეგრეთ წოდებული ელიტის, ფსევდოელიტის წარმომადგენლების მიმოწერაში და აი ამ ასეთი ძიებიდან გამომდინარე ყოველდღიურად, ფაქტობრივად ყოველდღიურად რაღაც ახალ-ახალი ინფორმაციები დღემდეც კი აი ყოველდღე არ გავა, რომ ვინმემ რაღაცა საინტერესო არ ნახოს. აი მაგალითად სულ ბოლოს ერთ-ერთმა ბლოგერმა აღმოაჩინა, რომ დოკუმენტი ამ ფაილებში არის სტანდარტული დოკუმენტი თვითონ ეპსტინის, ანუ ეპშტეინის, როგორც კიდევ ისე უწოდეთ, გარდაცვალების დამდგენი დოკუმენტია მოწმობის სახება, გარდაცვალების მოწმობა, ხო? და საქმე იმაშია, რომ ეს გარდაცვალების მოწმობა თარიღდება ერთი დღით ადრე იმაზე, ვიდრე ეპშტინის გვამი ნანახი იქნა, ნაპოვნი იქნა მის კამერაში ოფიციალურად სამნახავდნენ. და ეს სულ დღეს თუ გუშინ დღეს გავიგეთ, გუშინ მოუნახიათ აი ეს ინფორმაცია და დაიდო ეს დოკუმენტი, სადაც თარიღი ანუ ერთი დღით ადრე იცოდა უკვე ვინაც ამ დოკუმენტს ადგენდა, რომ ეპშტინი უნდა მომკვდარიყო. თუმცა ამ გარდაცვალების ცნობაში არ წერია მიზეზი სიკვდილის და არც წერია, რომ თავი მოიკლა, უბრალოდ დადასტურებული არის სიკვდილით და მართლა მეორე დღეს საკანში აღმოაჩინეს ეპშტინი, თქვენს რომ ეს იყო თვითმკვლელობა, მაგრამ აი ეს იყო კიდევ ერთ-ერთი არის, რო თქვა, აი რუსმანი რო დააჭედო, ბოლო რუსმანი, აი ამ შეთქმულების თეორიის კუბოში, რომელსაც ქვია ის, რომ ეპშტინის სიამოვნებაში არავის არც მოუკლავს და არც თავი მოუკლავს და ცოცხალიც არის და შეიძლება ჩვენზე ძალიან კარგადაც ხსნოდეს თავს სადმე სხვა კუნძულზე, ან თუნდაც თვითონ ისრაელში ამაზეც არის მითითებები და ინფორმაციები, არის გარკვეული მოწმეების ჩვენებები, არის ფოტო და ვიდეო მასალა, რომ ის დაინახეს ისრაელში და გადაუღეს ფოტოები და ნუ რა თქმა უნდა მას აქვს შეცვლილი გარეგნობა, რაც შესაძლებელი არის მაგალითად წვერების მოშვებით და რაღაც ასეთი манипуляციებით. თუმცა იმადაც ამბობენ, რომ არაა გამორიცხული, რომ ეპშტეინმა გაიკეთა უკვე რაღაც პლასტიკური ოპერაციები, სხვადასხვა პროცედურები, მათ შორის ან ის გაახალგაზრდების ხელშემწყობი ან პირიქით, რომ შეიცვალოს იერსახე და ის ვეღარ აღმოაჩინონ. მაგრამ ფაქტია, რომ აი არის ძალიან ბევრი გაურითმავი და ძალიან ბევრი საეჭვო მდგომარეობა მის სიკვდილთან დაკავშირებით. ერთი არის ეს ბოლოს აღმოჩენილი დოკუმენტი, რომ თარიღი არის ერთი დღით ადრე უკვე დაფიქსირებული სიკვდილი და ამის გარდა არის თქმა უნდა უთვალავი სხვადასხვა პატარ-პატარა რაღაც ნიუანსები, იქ კამერების გათიშვა წინა დღით, მისი საკანში ვინაც იყო თანა
ასე რომ ვთქვათ, პატიმრის გადაყვანა იმავე დღეს თუ წინა დღეს წინა საღამოს სხვა განყოფილებაში გუშაგების არ მისვლა იქ მიუხედავად იმისა რომ უნდა მისულიყვნენ და ასე შემდეგ აი ყველაფერი იმაზე მიუთითებს რომ რაღაც ისცენირებას ჰქონდა ადგილი და ძალიან დიდი შეთქმულების ასე ვთქვათ თეორია შეიძლება უწოდოთ მაგრამ ახლა ასაც აქამდე შეთქმულების თეორიას უწოდებით ისინი სხვა ყველაფერი ცირთად მართალი გამოდგა და იმაზე მეტიც კი ამიტომ ვინ გვაძლევს გარანტიას რომ აი ეს ეგრეთ წოდებული შეთქმულების თეორიაც არ აქვს მას ასე ვთქვათ რეალობაში ადგილი რომ ეფსტინის ამ ვერსიასაც აქვს არსებობის უფლება კი არ გამიკვირდება ნამდვილად იმიტომ რომ არანაირი ესეთი სასახამტკიცებულება რომ ეფსტინი გარდაცვლილი არის არავის არ წარმოუდგენია იყო მას ცნობა და დავინახეთ რომ ის ცნობასაც არასწორი თარიღი აწერია რაც შეეხება ახლა სხვა ეგრეთ წოდებულ შეთქმულების თეორიებს რომელსაც პრინციპში თქვენს მონამორჩილსაც ხშირად მომხვედრია ეს იარლიყი მოუწებებიათ რომ აი რა მე ასეთ რო იწყოდი ძირითადი მასის რეაქცია რა იყო ეს არის ბოდვა რუსულად ეს ბრინი რაღაცა ეს წარმოუდგენელია სისულელე მაგისი გჯერა რა ბავშვების რაღაცა ეს პედოფილიური რა მოდი სანამ მაგ ამბამდე მივალთ ბატონო კობა რეალურად აუხსნათ მაყურებელს რა არის თვითონ ეფშტეინის საქმე რას მოიცავს რა ტიპის ფაილებთან და დანაშაულებები რა ტიპის დანაშაულებები გამოიკვეთა უფრო მკვეთრად გულზე მოსახვედრია როცა ამას ხსნი რა კადრებზეა საუბარი და რა ფაილები არის და ამიტომ მოდი ესე აუხსნათ ჯერ რა ფაილებია რა აღმოჩნდა ამ ფაილებში და ამ ვიდეო მასალებში ყველაზე მეტი საშინელება და საზღვრობა რაც იყო და მაინტერესებს კიდევ ადრენოხრომთან დაკავშირებით თუ გაქვთ ინფორმაცია და მაგ მხრივ რა ხდებოდა ეგეც რო ახსნათ ახლა გამოაშკარებულა ახლა დღეს გამოქვეყნებულ ფაილებში პრინციპში უნდა ვთქვათ ესეთი რაღაცა რომ ეს ყველაფერი კონტროლის ქვეშ არის აყვანილი და არ არის შემთხვევითი რომ აი ეს ფაილები დიდი ხანია უკვე არსებობდა აშშ-ს ასე ვთქვათ FBI-ს ხელქვეშ და მათ ხელთ არსებული მასალა დიდი ხანი იყო იმისი ბრძოლა იმაზე რომ საერთოდ გაესაჯაროებინათ და ამას მაგა ანუ Make America Great Again იგივე ტრამპის მხარდამჭერები მაგრამ მე უკვე იგივე ხალხი ვინაც ტრამპს ხარს უჭერდა უკვე მისი კრიტიკა დაიწყეს რომ იმისი ერთ-ერთი შეპირება და ერთ-ერთი დაპირება ტრამპისა იყო ის რომ მისი მოსვლა მოსვლისთანავე თუ არა აი მისი პრეზიდენტობის პერიოდში ის აუცილებლად გამოქვეყნებდა გაასაჯაროებდა ეფშტეინის ფაილებს და იმის გამო რომ მოვიდა და გავიდა წელიწადი და არ გამოუსაჯაროებია რა თქმა უნდა კრიტიკოსები გაუშვენდა საკუთარ ბანაკში მის მომხრეებს შორის და მოგეხსენებათ ახლოვდება პრაიმერის ანუ შუალედური არჩევნები რომელიც გადაწყვეტს ვის დარჩება იქ წარმომადგენლობით და ამერიკაში მოგეხსენებათ კონგრესი, სენატი ყველაფერი არჩევნებზე არის დამოკიდებული და უკვე ესეთი სიტუაცია იყო რომ იძულებული იყო ტრამპიც რაღაცნაირად უკვე რაღაც თავის პირობა შეესრულებინა და გაესაჯაროებინა ეს აქტები მაგრამ გაასაჯაროვეს როგორი აი რატომ მაინც ახლა და ამდენი ხანი რასაკეთებდნენ აი ამდენი ხანი იჯდნენ ისხდნენ რა თქმა უნდა ამაზე არაერთი და არა 10 და არა 20 სპეციალისტი და ამუშავებდნენ აი ამ ფაილებს და ასე რომ ვთქვათ აშავებდნენ ანუ შავ ფლომასტერს უსმობდნენ იმ ადგილებს რომლის გამოსაჯაროებაც არ შეიძლებოდა მათი თვალსაზრისით და მათი პოზიციიდან გამომდინარე და აი ეს ფაილები რომელიც არ გასაჯაროვდა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი დოკუმენტი არის უბრალოდ გაშავებული ანუ არ ჩანს საკვანძო ინფორმაციები არ ჩანს პიროვნებათა სახელები და გვარები ვინაც ბრალდებულია ნუ მსხვერპლის დაცვაზეა საუბარი მაგრამ სინამდვილეში მსხვერპლის სახელები უფრო იკითხება და უფრო შეიძლება მონახოს ადამიანმა ვიდრე თავად დამნაშავის და გამაუპატიურებლის თუ სხვა სახის დანაშაულის ჩამდენი ოლიგარქის თუ დიდი ფინანსისტის აი იმათ უფრო იცავენ ასეთი შტაბეჭდება რჩება და მარტო შტაბეჭდება არა უბრალოდ აი ხო გეუბნებით ჩვენ მოგცეს ახლა წასაკითხეთ და გასაჯაროეს ზუსტად ის ნაწილი ინფორმაციის რომელსაც მათ უნდათ რომ ჩვენ წაგოგითხან რომელიც მათ დაუშვეს რომ ფართო საზოგადოებას წაეკითხა ისე რომ ასე ვთქვათ სისტემის ჩამოშლა და თვითონ მათთვის ვინაც ამაში ფიგურირებს მათთვის რა სამართლებრივი დევნა და სხვა სახის პრობლემები არ შექმნოდათ თავად ეგრეთ წოდებული ელიტის წარმომადგენლებს ამიტომ არის რომ ნახევარი ანუ აქაც გადარჩევით მოხდა რა თქმა უნდა ჯერთი
არ გაასაჯაროვეს თითქმის ნახევარი აი ამ ფაილებისა. ნუ რაღაც 2 მილიონი ნახევარი კიდე საერთოდ არის ასე ვთქვათ ბოქლომის ქვეშ და ალბათ არც გაასაჯაროვებენ, თუმცა ამაზეც არის ბრძოლა და არის მოთხოვნები და გვაქვს იმედი რომ იქნებ რომელიმე ჰაკერებმა რაღაც სხვა ალტერნატიული გზებით მოიძიონ ეს ფაილები, მაგრამ რაც გაასაჯაროვეს, იქიდანაც ასე ვთქვათ საკვანძო მომენტები არის დაფარული, დამალული და გადაფერადებული შავად მიეცათ მაგათ საქმე, რათა აი რო ვთქვათ ის რაზეც ჩვენ გვაქვს საუბარი, აი პიცაგეიტი ახსენეთ ხო მაგალითად, რა და აი პიცა მეც ვახსენე, ხო პიცა როგორც ევფემიზმი, ანუ დასამალი სიტყვა იმის გამო რომ ახლა მართლა პიცაზე ხო არ იკრიბებოდნენ სულ მილიარდელები და ახლა ბილ გეიტსის და რა ვიცი აბა კიდე ვისი დონის ადამიანები ხო მართლა პიცის საქმენად ხო ხვდებოდნენ ერთმანეთს ხო აი ამდენი უთვალავი შეხვედრის განმავლობაში ხო ამიტომ აი ეს თემა როდესაც ადრე ვიტყოდით რომ აი პიცაგეიტი არის რომ არის ბავშვების ტრეფიკინგი მათი სექსუალური ну მათი გაუპატიურება და ყველაფერი ეს უბედურება რაც ბავშვების ტრეფიკის მოყვება ანუ ჩვეულებრივ ეს არის პედოფილების ბუდე და პედოფილია იქცა აი ამ ელიტის წოდებული ექსკლუზიურ უფლებად რომ აი მათ აქვთ მათ შეუძლიათ და მათ აქვთ ამისი საშუალებებიც ამის ფინანსების და ამისი ძალაუფლებაც რომ ამის გამო ისინი არ დაისაჯონ ასე ვთქვათ გახდა თანამედროვე დეკადანსის აი დასავლური სამყაროს დეკადანსის და გაუმართების აბსოლუტური სიმბოლო და აპოგეა რომ ეს ადამიანები მიიჩნევენ თავს ნახევარ ღმერთებად და გონიათ რომ მათთვის ყველაფერი ნებადართული ანუ ადრე თუ იყო რაღაც სტატუს სიმბოლო მაგალითად როლექსის საათი ან საკუთარი იახტა საკუთარი პირადი თვითმფრინავი ახლა გახდა სტატუსის სიმბოლო აიპშტეინის კლუბში ყოფნა წევრობა და აი ამ კლუბში არა მარტო ეპშტეინის ახლა ეპშტეინი გვაქვს მარტო რაღაც ესეთ ფიგურად რომელიც საბოლოო ჯამში განტევების ვაცად ასე ვთქვათ გამოგვიგდეს ვითომ იმათ თავი მოიყვანა რა თქმა უნდა აბა ერთი ადამიანის ხელი რო არ იქნებოდა ესეთ ამბავში მაგას ორი აზრი არ უნდა უბრალოდ რაღაც სახელწოდება მიეკერა და მორჩა ხო და თქვენი აზრით რა მაინტერესებს იცით თვითონ ეს მაღალჩინოსნები ძალიან ბევრი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მაღალჩინოსნები აღმოჩნდნენ ამ სიაში და რამდენად მოიხერხებდნენ ისე გადაწყობას ამ ფაილების რომ მათთვის საჭირო ადამიანების გაშავება მოხერხებულიყო ანუ თუ მოხერხდებოდა ეგრე თუ ნახეთ ეს არის წლების ფაილები ეს ხო არ არის რაღაცა ერთი თვის და ორი თვის ამბავი დაახლოებით რამდენი წლის ამბავზეა ბატონო კობაკ საუბარი ეს აფიორა დაიწყო ჯერ კიდევ 2015-დან მანამდეც იყო თვითონ ეპშტეინი ცნობილი იყო როგორც სექსუალური მოძალადე და ის ჯერ კიდევ 8 თუ 9 წელს იყო ამაზე დანაჭერი და იჯდა კიდევაც ციხეში უბრალოდ ის ძალიან მალე გამოუშვეს გარკვეული შეთანხმების საფუძველზე რა თქმა უნდა მაშინ წავდა მფარველები მაშინ საუბარი იყო უბრალოდ იმაზე რომ ეპშტეინი ცნობილი სუტენიორი იყო რომელიც ახალგაზრდებს და მათ შორის ცირეწლოვანებსაც ასე ვთქვათ ითანხმებდა ან იყოლიებდა ან აძალებდა ან სხვა სახით მოსყიდვის და სხვა მანიპულაციების სახით შთავდა პროსტიტუციაში და აი ამ პუნქტით ის უკვე გასამართლებული იყო მაგრამ მიუხედავად ამისა ის ციხიდან გამოსვლის შემდეგ არათუ მასთან მოერიდა ეს ეგრეთ წოდებული ელიტა და თქვენ ვახსენეთ მაღალჩინოსნები ხა მოერიდები კაცი ვიცი რომ ადამიანი გასამართლებული არის სუტენიერობის გამო მე მაგალითად როგორც ჩემი თავის პატივისცემელი პოლიტოლოგი და დოცენტი და თუნდაც რაც არ უნდა ქონდეს დაბალ საფეხურზეც მუშაობდე არ დავიწყებ არ დავიკავებ ასეთ ადამიანთან ურთიერთობას მაგრამ ესენი პირიქით ცდილობდნენ კიდევ უფრო მეტი სრულისაც გამოთქვამდნენ რომ აი მის კუნძულზე მოხვდნენ მან გააცნო სხვა ელიტის წარმომადგენლებს აი თუ გიგინოდა რაღაც შეგებიჯებინა აი ამ ელიტარულ წრეში რაღაც ერთ-ერთი გზა ეს სწორედ ეპშტეინზე გადიოდა და მის კუნძულზე და მისით ხდებოდა აი ამ კონტაქტების დამყარება და იქ საუბარი იყო არა მარტო თქვათ ბავშვების და არასრულწლოვანების და თუნდაც ახალგაზრდა გოგოების მოყვანაზე როგორც სექს ასე ვთქვათ მონება და არამედ ისინი სოფლიო დონის პროგრამებს, პროექტებს და ფინანსურ და სხვა სახის ასე ვთქვათ გეგმებს ათანხმებდნენ ერთმანეთში და ძალიან სერიოზული მიმოწერა არის იქ აი თქვენ მაღალჩინოსნები ახსენეთ მაღალჩინოსნები ესე რომ ვთქვათ თუკი ჩვენ მაღალჩინოსნებს ვიგულისხმებთ სახელმწიფოს მიერ სახელმწიფო მოხელეებს და თქვათ დასაქმებულებს იგივე იქნება ეს მინისტრები, მინისტრის დონეზე და თუნდაც პრემიერები და ამ შემდეგ
ეს მე თუ მკითხავთ, ყველაზე მაღალი საფეხური არ არის იმ ელიტისა, ვინაც იქ ტრიალებდა, ხო? აი ბილ კლინტონის რო ავიღოთ, მაგალითად, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მთავარი კლიენტი მისი დავითომ მეგობარი, რომელიც ყველაზე ხშირად არის ნამყოფი მის კუნძულზე, მისი პირადი თვითმფრინავით, რომელსაც ლოლიტა ექსპრესია ერქვა, ლოლიტა მოგეხსენებათ ნაბოკოვის ცნობილი რომანი, ასევე პედოფილიაზე. აი ბილ კლინტონის და თუნდაც სხვა გამოიკვეთა იქ ხო ახლა დიდ ბრიტანეთში არის მაგის გამო ეგრეთ წოდებული, ბჭყალებში პოლიტიკური კრიზისი, სადაც სტარმერის მიერ დანიშნული ელჩი გამოდგა, ამერიკაში დანიშნული ელჩი გამოდგა სწორედ ეპსტინის უახლო ერთ-ერთი ახლო კონტაქტი და ამის გამო სტარმერი ბოდიშებს იხდის, მაგრამ მაგას ბოდიშის მოხდაზე უნდათ რომ გადაატარონ, ესე ვთქვათ რა, ამხელა აფიორა და აი ხო გეუბნებით, აი მაღალ ჩინოსნებზე კიდევ უფრო მაღლა მე თუ მკითხავთ, არის სწორედ ის ფინანსური და ფინანსურ ტექნოლოგიური და თუნდაც ჰაი-ტეხის და დღევანდელი ციფრული, ვთქვათ, იქ Silicon Valley-ის წარმომადგენელი და არა მარტო აი ფინანსურ დიგიტალური კომპლექსი, ესე ვიტყოდი, აი მათი ბოსები, მათი ხელმძღვანელები, უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავი არის ბილ გეიტსი, რა თქმა უნდა, აი ამ კამპანიაში, მაგრამ ასევე ესეთი ცნობილი და ოდიოზური ფიგურები, როგორც მაგალითად პიტერ თილი, ახლა გეიტსი აღარ შეგაწყეთ თავს და პიტერ თილს დავაკონკრეტებთ, რომ ეს არის PayPal-ის შემქმნელი ჯერ და მერე შემდგომში ცნობილი კომპანიის პალანტირის ასევე მფლობელი და შემქმნელი და მისი ესე ვთქვათ რა გამომგონებელი პალანტირი, ვინაც არის ეს ძალიან მოკლედ ვიტყვი, ეს არის ის ტექნოლოგიური გიგანტი და ის ციფრული დიჯიტალური ფირმა და კონცერნი, რომელიც ფაქტობრივად აკონტროლებს დღესდღეობით სოფლიოს სპეცსამსახურების უმრავლესობას, იმის გამო რომ სწორედ მან მიყიდა თავისი სათვალთვალო სისტემა და ეს სისტემები არის გათვლილი იმაზე, რომ ყველა ნებისმიერ ჩვენთანი გამოთვალოს ნებისმიერ დროს ადგილას, სადავართ, რას ვაკეთებთ და მან თავისი ეს ვთქვათ, ეს პალანტირი ხელოვნური ინტელექტზე დაფუძნებული სისტემა ფაქტობრივად გამჭვირვალე ხდის ნებისმიერ ადამიანს სოფლიოში. და აი ამ პიტერ თილის პროგრამული უზრუნველყოფა აქვს, ასე ვთქვათ, შეძენილი ყველა ამერიკის სპეცსამსახურს, იქნება ეს CIA თუ NSA, აი ასევე ისრაელს დაუკავშირა, ეს პიროვნება დაუკავშირა ეპსტინმა დაუკავშირა ისრაელს და მოსადს. ახლა FBI-ის ფაილებში საზოგადოებრივ ახსენები, რომ ეპსტინი წარმოადგენდა იყო მოსადის აგენტი და ახლო ურთიერთობა ჰქონდა მაგალითად ერთ-ერთ ისრაელის ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ხო? და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ აი ეს ხალხი, მე რო გეუბნებით, აი მულტიმილიარდელები, რომელიც ფიგურირებს აი ამ ეპსტინის ფაილებში, იქნება ეს პიტერ თილი, თუ იქნება ეს ბილ გეიტსი და კიდევ მრავალი სხვა, ჯეფ ბეზოსი მოგეხსენებათ და აი მულტიმილიარდელები. ახლა იქ ილონ მასკიც ფიგურირებდა რაღაც ერთ-ერთ მეილში, რომ ვითომ ახლა ვერ დაუმტკიცეს და ილონ მასკი პირიქით ამბობს, რომ უნდა რომ ყველაფერი გასაჯაროვდეს და პირიქით იქით აი ბოლო განცხადება ილონ მასკმა თქვა შემდეგი რაღაცა, რომ აი ცოტა უცნაური და გაუგებარი რაღაც ხდებაო, რომ აი ის ადამიანები და 500-ზე მეტი არის დაჭერილი, ვინაც დააპატიმრეს 2020 წელს კონგრესის შენობის ანუ კაპიტოლიუმზე მეტანილი შეტევის გამო, ხო? დღემდე 600 მეტი ადამიანი უყავთ ციხეში და არ უშვებენ იმის გამო, რომ ისინი შეიჭრნენ კაპიტოლიუმში, იმის გამო, რომ მათ მიაჩნდათ, რომ არჩევნები იყო გაყალბებული და ახლა ტრამპი იძახის, რომ კიდე რაღაც გაყალბებული იყოს არჩევნებიო და ამ დროს და ამის ფონზე არც ერთი ადამიანი არ არის დაჭერილი და დაკავებული და არც საქმე არ არის აღძრული ეპსტინის ფაილებთან და აი ამ პიცაგეიტთან დაკავშირებით, აი ამ კაცჭამებზე არ საუბარი, კი ბატონო. საუბარია იქ არა მარტო ბავშვების, ასე რომ ვთქვათ, გაუპატიურებასთან და ამ ბავშვების მკვლელობასთან, აი ამ გაუპატიურების შემდეგ მკვლელობა ხდებოდა რიტუალური ხასიათით, ანუ სატანიზმი ჩამოყალიბებული ფორმით და კანიბალიზმი ამის შემდეგ ბავშვების სისხლის დალევა და მათი შეჭმა. და სისხლის დალევა რათა გამომდინარე, იქიდან გამომდინარე, რომ თოთო ბავშვები, ჩვილი ბავშვები განსაკუთრებით ყველაზე დიდი სტრესის ქვეშ, როდესაც ისინი სიკვდილის, ასე ვთქვათ, შიში და როდესაც მათ, ასე ვთქვათ, კლავენ ფაქტიურად, აწამებენ, აი ამ დროს მათში თვითონ მათი ჰიპოფიზი, ტვინის ერთ-ერთი არეალი გამოიმუშავებს, ასე ვთქვათ, ადრენალინის ორჟანგს, რომელსაც ქვია ადრენაქრომი და ეს არის აი ამ ელიტისთვის ყველაზე სასურველი და ყველაზე ძვირადღირებული ნარკოტიკი
კი ასე რომ ვთქვათ და აი ამის მიღებისთვის ატარებდნენ ისინი მათ შორის აი ამ სატანისტურ რიტუალებს წირავენ და დღემდე ასე ხდება აგრძელებენ ბავშვების და თოთო ბავშვების შვილების შეწირვას რიტუალურად ბაალისათვის და ეშბაგისათვის მათი სახელი მოგახსენებათ ლეგიონია და თვითონ აი ეს არის პიცაგეიტის ერთ-ერთი მთავარია და თქვათ იგივე ადრენახრომი ახსენეთ ხო ადრენახრომის ამაზე ადრე რო იტყოდი გიჟად უკვე ჩვეულებრივი შეთქმულების თეორეტიკოსი არიყავი რა უკვე ესე ჯვარს დაგასვენდნენ რომ აი ამ ადამიანის მოსმენა არ შეიძლება რაღაცა ბოდავს რაღაცა სისულელებს რაღაცა სიგიჟეებს ამობს და წადი ინკურნალე რა ეს იყო აი ამ ღრმად პატივსაცემული საზოგადოების ვერდიქტი და რა თქმა უნდა ბევრი საერთოდ ვინაც იყო გათვითცნობიერებული ვინაც ერთი-ორჯერ თქვა ან მიუნიშნა ამაზე და ასეთი რეაქცია მოყვა იმის გამო რომ ვერ ვამტკიცებდით ფაქტობრივად და არ ქონდა ხო ამეხარ ჩვენ ინფორმაცია მათ შორის მეც და ბევრ ბლოგერს ბევრ ალტერნატიულ ასე ვთქვათ ინფორმაციის გამავრცელებას ყავს რა თქმა უნდა ჩვენი საკუთარი წყაროები რომელსაც ჩვენ ვერ დავასახელებთ იმიტომ რომ მათ პირდაპირ დარტყმის ქვეშ დავაყენებთ და იგივე კოვიდის პანდემია რო გავიხსენოთ რამდენი ერთი და რამდენი არაერთი ადამიანი გაისტუმრეს საიქიოს იმის გამო რომ ისინი დაუპირისპირდნენ ოფიციალურ პროგრამას და სხვა შორის კოვიდ პანდემიაზე ძალიან საინტერესო არის რა გამოიკვეთა აი ამ სწორად ბატონო კობა ისიც მინდა აღვნიშნო აქ კომენტარებში მადლიერი მაყურებელი გწერდათ თქვენი წყალობითო კოვიდ აფიორის დროსო ძალიან მაგრად გადავრჩითო იმიტომ რომ თქვენი დამსახურებითო არავიცერითო ოჯახებითო რამდენიმე ადამიანმა დაგიწერათ და მადლიერება გამოხატა თქვენი აქტივობის გამო და მეც მადლობას გიხდით ამასთან დაკავშირებით და განაგცეთ ბოდიში წერს დაგაწყეთილი მადლობა ჩემი მხრიდანაც კი ბატონო მე მიხარი ასეთი კომენტარები და რეაქცია მაყურებლისგან და რა თქმა უნდა მადლობას მოვუხდი ყველა იმას გადავუხდი ვინაც იმ პერიოდში გვერდში გვიდგა ჩვენს მოძრაობას და ხარს გვიჭერდა და ასევე ხმა აიმაღლა და არ იყო გაჩვენებული იმიტომ რომ აი რა ხდება ეს ხალხმა აი მაგალითად რო ვთქვათ რომ აი გადავხედოთ ახლა აი გავიგეთ რომ დასავლეთში ამელიტაში ხდება ასეთი საზიზღროები წამება კვლელობები რიტუალური ну კაცი ჭამიობა ქვია და ბავშვის ხორცის და სისხლის ასე ვთქვათ არის რა ვიცი ძნელია ძალიან ამაზე საუბარი მაგრამ ну ფაქტია რომ გვაქვს კანიბალიზმთან საქმე კანიბალიზმზე მეტი უარესი არ შეიძლება ადამიანმა კაცობრიობამ მეტად როგორ უნდა დაეცეს რომ ადამიანმა ადამიანის ხორცში ჭამომithდეს ბავშვების ხო მაგრამ ეს ხდება მაშინ და სწორედ იმის წყალობით როცა უმრავლესობა დუმს როცა უმრავლესობას მიდის ინფორმაცია ამაზე მაგრამ დუმის ამჯობინებს ახლა დაახლოებით იგივე ითქვა ჩვენზე ახლა საქართველოში ერთმა გვაშოროს მაგრამ აი ჩვენ ვხედავთ რომ ჩვენთანაც არის სისასტიკე აი მაგალითად გიგავალიანის მკვლელების ასე ვთქვათ კადრები გავრცელდა და ახლა შეიცხადა ხალხმა რომ ჩვენთანაც ხდება ასეთი ჩვენი ბავშვებიც შეიძლება სასასტიკები იყვნენ და ჩვენი მოზარდები რომ ასე გაიმეტონ თანამამულე და თანატოლი სიკვდილისთვის ხო დიახ შეიძლება და დადგა შეკითხვა რომ აი რატომ იყო ამდენი მსხვერპლი ვინაც სცემეს ხო სანამ გიგას მოკლავდნენ მაგრამ ხო შეიძლება რომ ხმა ამოეღოთ მაგრამ ამჯობინეს გაჩვენებდა დღეს მოვისმინეთ ბატონო კობა დედამისის განწირული ტირილი რომ რას ელოდებოდით სანამ ჩემი შვილი მოკვდებოდა იმ ბავშვების მშობლები რას უცდიდით და რატომ იყავით ჩუმად დღეს ხო ჩემ შვილს ეს არ დაემართებოდა ხალხი მანამდე დუმს სანამ აი აქამდე არ მივა საქმე სანამ ეს ტრაგედია არ მოხდება და აი დუმილით გაეცემა უფალი და დუმილით ხდება ტოტალიტარიზმის დამყარება იმის გამო რომ უმრავლესობა არ ეწინააღმდეგება ხმას არ იმაღლებს როცა ასეთ უცებთან გვაქვს საქმე აი კოვიდის დროს რაც გატარდა ფაშიზმი და აი ეს თელი აფიორა როდესაც ადამიანები ჩაკეტეს სახლებში როდესაც მათ მოახვიეს თავზე ყველა სახის შეზღუდვა და როდესაც ისინი აიძულეს ისეთი პროცედურები ჩაეტარებიათ რომელთაც თავისუფალი ნებისმიერ ისინი არავით არ ჩაიტარებდნენ ეს სწორედ იმის გამო მოხდა რომ უმრავლესობა დუმდა მიუხედავად იმისა რომ ხედავდა რომ ხდებოდა ძალადობა მათზე პირადად და აი ითმენდნენ აი დღეს რატო ითმენდნენ ისინი ვისაც ურტყავდნენ აი მე გეკითხები თქვენ რატო ითმენდით თქვენ ვისაც ძალისად პირბადეები აგაკრეს ვისაც დაგაძალეს ცხვიში ჩხირების და სხვა ასეთი თქვა მოწყობილობის შეთხრა ბოლომდე ესე ვთქვათ ბოდიში მაგრამ ესე იყო ნამდვილად twinამდე რა ვისაც დაგაძალეს ნემსების გაკეთება გაურკვეველი ექსპერიმენტული და ძალიან საშიში სუბსტანციებით ხო
თქვენი ნების წინააღმდეგ. აი რატომ იყავით ადუმებულები და იყო ერთეულები, მართლა ერთეულები, ვინაც ამის წინააღმდეგ ვიბრძოდით, ვინაც ამის წინააღმდეგ ვილაშქრებით, ვყირობთ. ვინც ხმაურობდით, გვეუბნებოდნენ მაშველი ჟილეტი, შენ გაცვია, მე მაცვია, მაგრამ შენს თუ არ ჩაიცმევ, მე დავიხჩობიო. ისეთ აბსურდს ხტენიდნენ, რომ ვერ წარმოიდგენთ, მე ძალიან დიდი წინააღმდეგობები შემხვდა და საპროტესტო აქციები როგორც კი დაიწყო ბატონაკობა პირველივე დღიდან მეც და ჩემი შვილიც ერთდროულად ორივე ერთად ვიდექით ამ ამბავში და შობის დღეს, აი საქართველოში რო ის მოხდებოდა, ამას ვერ წარმოვიდგენდი. შობის დღეს მივდიოდი დასავლეთ საქართველოში და სანამ ზესტაფონამდე ჩავიდოდი, გავიარე ჯარგვალის ტერიტორია და ბავშვი შიოდა და შემეხვეწა, რაიმე ვიყიდოთ, გზად გავიყოთ. ხაჭაპური არ მომყიდეს COVID პასპორტის არ ქონის გამო. ლაივით ჩავთ ერთი ამბავიც ქონდა მაგაზე ატეხილი. ელემენტარულია მშიერი ბავშვი მატარებინეს დასავლეთ საქართველომდე, იმიტომ რომ COVID პასპორტი არ მქონდა და არც არასდროს არ ავიღებდი. მაგრამ ცხრებივით რომ იყო უმრავლესობა კიდე კარგად გვეშველა. ჩვენ კიდე კარგად გავუწიეთ წინააღმდეგობა. მსოფლიოში ვერსად ვერ უწევდნენ წინააღმდეგობას, რაც ჩვენ გავწიეთ. დედაჩემი იტალიაში ცხოვრობს 15 წელია ბატონაკობა და 3 თვის განმავლობაში ფულს ვერ გზავნიდა და ჩემი არ აიცრა და ვერსად ვერ შედიოდა. აფთიაქში არ უშვებდნენ წამლის საფილად. სიტუაცია იყო გერმანიაში ახლა ბავშვებსაც კი და ასე რომ ვთქვათ, აი საფუნთუშეში არ გიშვებდნენ, რომ ფუნთუშა და რაღაცა ეს კიდე ელემენტარული რა ასე თქვია. პატარა პურის ნაჭერი სხვაზე საუბარი არ არის, მე მომიწია ორი სამშაბათში თვითონ სამსახურის დატოვება, ერთიდან თვითონ გამომიშვენ და გამომაგდეს ფაქტიურად იმის გამოც, რასაც არ ვაკეთებდი ამ აცრებს და იმის გამოც, რაც ვაკეთებდი, ანუ პროტესტის და გამოსვლების გამო და ჩემი აქტიურობის გამო, მაგრამ რა ვიცი, მე ჩემსინდის და მართალი ვარ და მე გავაკეთე მაქსიმუმი, რაც შეიძლება ამ დროს წინააღმდეგობის სახით გამეკეთებინა. ხალხისთვის კიდე საინტერესო არის ესეთი რაღაცა, რომ აი თუ კი ესე იგი ძალიან ცოტა ხანში ისეთივე და უარეს პანდემიას დაგეგმავენ და გააკეთებენ, აი თქვენ გასული და რამე გაკვეთილები გამოიტანეთ და რაღაცას თუ მიხდით ახლა მაინც იმ ხალხზე საუბარი, ვინაც თავიდანვე ყოველგვარი აპელაციის და ყოველგვარი ჭიშკარეშე დააყვადათახდა და ენდო ეგრეთ წოდებულ ბრჭყალებში მეცნიერებას, ენდო ეგრეთ წოდებულ ბრჭყალებში სამედიცინო და სხვა სახის პოლიტიკურ ელიტებს და პირიქით ასე ვთქვათ მათ დამხმარე პოლიციელებად გადაიქცნენ, რომ ეხმარებოდნენ აი ამ დრაკონული აპარტეიდის ხასიათის ასე ვთქვათ ფაშიზმის გატარებაში სხვების წინააღმდეგ, ვინაც არ იკეთა პირბადეს, ვინაც არ აპირებდა ტესტების ჩატარებას ყოველდღე და ვინაც არ იცრებოდა პირიქით როგორი ესე იგი მათი ესე ჯგუფური ზეწოლის შედეგად ხდებოდა ეს ყველაფერი. აი განვიხილოთ მაგალითად, აი რასთან მქონდა საქმე, აი ამ ეგრეთ წოდებულ COVID აფიორასთან დაკავშირებით, თუნდაც ეფშტინის ფაილებიდან გამომდინარე, დღეს ხომ გვაქვს საბუთები, რომელიც თვითონ FBI-მ გამოაქვეყნა, ეს არის უკვე ოფიციალური სახელმწიფოს ასე ვთქვათ გრიფით, რომელიც არის საბუთები და დოკუმენტაცია და აი რა წერია, აი ამ აქტიურებზე ვინ არიან აი ამ ეგრეთ წოდებული პანდემიის შემოქმედები, ვინ დაგეგმა ეს პანდემია ეგრეთ წოდებული, ვინ ატარებდა მანამდე სიმულაციებს, როგორ მოემზადებინათ საზოგადოებები და როგორ ჩაეთრიათ აი ამ გეგმებში მაგალითად ჯანმო, როგორ ჩაეთრიათ აი ამ გეგმებში მაგალითად ტექნიკური ფინანსური და ამათო დაფინანსება, მოეზიდათ დაფინანსებები ვაქცინებისთვის, არამედ მაგალითად იგივე პალანტილი ვახსენეთ, ხო, პიტერ ტილი იყო ამ საქმეში აგრეთვე მისი ჩართვა, რა ინტერესი ჰქონდა პიტერ ტილს მაგალითად რომ და მის პალანტილს რომ პანდემია რა გასაკვირ ქონდა მაგალითად აი ამ ციფრულ და დიჯიტალურ კომპლექს პანდემიასთან. აი მათთვის ძალიან საინტერესო იყო რამდენიმე თვის თუ არა წლის განმავლობაში აი ხო აქვთ სამკვირვებლო კამერები, რომელიც კომპიუტერებს და თქვათ სისტემებს, ხელოვნური ინტელექტის სისტემებს ამუშავებენ და ავარჯიშებენ ადამიანის სახის შეცნობაზე, რომ ნებისმიერ ადგილას, სადაც კამერა არის და ფიქსირდება, იქ იქნება სადგური თუ აეროპორტი, ყველა ადამიანის ასე ვთქვათ სახის ამოცნობა ხდება ონლაინ რეჟიმში და საჭირო იყო ასე რომ ვთქვათ, აი გარკვეულ პირობებში, მაგალითად, თუ კი ადამიანს ნიღაბი აქვს აფარებული, მაგალითად, ვინმე წადის მიდის ბანკის გასაძარცვად, მას ჭირდება ნიღაბი, ხო, ის თელსახეს არ დაგანახებს და აი მას უნდა პალანტილის პატრონოს უნდა რომ მის ხელოვნურ ინტელექტს ქონოდა ძალიან დიდი მასალა, ევარჯიშა ადამიანის ამოცნობაზე, მხოლოდ მისი მაგალითად თვალების მონაკვეთის გაანალიზების შედეგად. და ამისათვის, ასე რომ ვთქვათ, მისწრება იყო ყველასათვის პირბადეების საფარება და პირბადეების მოსიარულე ხალხის
დაფიქსირება აი ამ კამერებით და შესაბამისად მე უკვე მათი სისტემის დახვეწა რომ შესაძლებელი იყოს თუნდაც მარტო თვალების დაფიქსირების პირობებში ადამიანის ვინაობის ამოცნობა. აი ეს ერთ-ერთი მომენტი, რომელიც ფიქსირდება აი ამ მიმოწელებში, როდესაც პიტერ თილს, ანუ პალანტირის ხელმძღვანელს რთავენ აი ამ პანდემიის მომზადებაში და არა მარტო მას, ბილ გეიტსი ეპსტინის შეთანხმებით რთავს ამ საქმეში სხვა დიდ ფინანსურ მაგნატებს, რათა მოიზიდონ დიდი თანხები ვაქცინას შესადებად. ანუ ესე იგი ვაქცინების გასაყიდად და ვაქცინებით მილიარდების მისაღებად აი ამ ხალხმა, აი ამ სასტავმა, პიტერ თილმა, ბილ გეიტსმა, ეპსტინმა თვითონ ხო და კიდე რამდენიმე ცნობილი სახე არის დასახელებული, მათ შორის ბარაკ ობამა გაგიკვირდებათ და ბარაკ ობამაც არის ფიგურირებს აი ამ მიმოწერაში პოლიტიკური კუთხით როგორ მოემზადებინათ კანონმდებლობა იმისათვის რომ როდესაც პანდემია დაიწყებოდა ყველა სახელმწიფო ყოფილიყო ცენტრალიზებული ესე რომ ვთქვა და ერთი ცენტრიდან წამოსული დირექტივების მიერ მართული რომელიც წამოდოდა ჯანმოდან მათ შორის არა მარტო ბარაკ ობამა მოგეხსენებათ დემოკრატების პრეზიდენტი იყო მაგრამ აი ახლანდელი პრეზიდენტის ანუ დღევანდელი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მაშინდელი საარჩევნო შტაბის უფროსი და მისი იდეოლოგი მთავარი ვინც იყო ისიც კი ჩართული იყო აი ამ საქმეში ძალიან საინტერესოა რომ ისიც ბენონი არის გვარადის კაცი ისიც კი ყავდათ ჩართული აი ამ ეგრეთ წოდებულ პანდემიის სიმულაციაში და არა მარტო სიმულაციაზეა საუბარი სიმულაციის გარდა პირდაპირ პანდემიისთვის მზადებაზე არის იმეილებში საუბარი რომ ჩვენ უნდა მოემზადოთ შემდეგი პანდემიის აუცილებლად დადგება და ამ დროისათვის ჩვენ უნდა გქონდეს გამზადებული ერთი პლატფორმა ეს უნდა იყოს ჯანმო და ჯანმოს დირექტივებით უნდა ყველა სახელმწიფო იმართებოდეს და ყველა უნდა მიიღოს ადგილებზე უკვე ერთი და იგივე გეგმა როგორ უნდა იმოქმედონ აი ამ დროს და ჩვენ უნდა გქონდეს ყავდეს ამაში ჩართული წამყვანი მეცნიერები დასახელებული არის სახელები მათ შორის უნდა იყვნენ ინვოლვირებული და უნდა ყველა ერთ შეხმატყილებულად მოქმედებდეს და ერთი და იგივე ყალბ რა თქმა უნდა განაჩენს და სამეცნიერო შეფასებას აძლევდეს ამ პანდემიას და ამ ვირუსს ჩართული უნდა იყოს შესაბამისი სასწავლო ცენტრები და საინტერესოა რომ ამ სასწავლო ცენტრებში მათ შორის თვითონ ბილ გეიტს ჰქონდა ჩადებული თანხები მაგალითად ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ამერიკაში რომელიც ამას კურირებდა და აი მთელი ეს გეგმები რა მთელი ეს დაწყობილი გეგმები იმისათვის რომ ეს ფსევდოპანდემია და ეს დაგეგმილი ეგრეთ წოდებული პანდემია წარმართულიყო მათი სცენარის მიხედვით რომლის მიზანი რა იყო მიზანი იყო მაქსიმალურად სოფლიოს დიდი მოსახლეობისათვის ექსპერიმენტალური ვაქცინის გაკეთება საბოლოო ჯამში და აი ამაზე ძალიან დიდი ფულის გამომუშავება, რა თქმა უნდა, მილიარდებზე და ტრილიონებზე არის საუბარი, რომელიც ამათ გამომუშავებს, ანუ მათი ინვესტიციების ამოღება მოხდა 10 მაგად და 100 მაგად. ანუ ეს ყველაზე კარგი ინვესტიცია იყო და მაშინ ჩართო ეპსტინმა ბილ კლინტონთან დაკავშირებული და აკავშირა სხვადასხვა მაგნატები, ვინაც ამ საქმეში ჩაერთონ და აი პანდემიის დროს, პანდემიის განმავლობაში მსოფლიო მოსახლეობის 1%-მა იშოვა მილიარდები გაახუთმაგა და გაათმაგა თავის კონება ნაწილობრივ დანარჩენი 99%-ის ანუ ჩვენს ხარჯზე. და ხა ვინც ამას ვერ ხედავს, ვინაც ამას მაშინდება ვერ ხედავდა, იმიტომ რომ დაშინებული იყო აი ამ საშინელი ვირუსით, რომ ყველა უნდა მოეკალოთ, თუ კი არ ავიცრებოდი, რა ვიცი, ძალიან გადავიტანე ორჯერ და არ მოუკლივარ, მაგრამ თან აცრის გარეშე ძალიან საინტერესო არის, მაგრამ მე იტყვიანო ახლა მე ვიცნობ ის მოკლა, ეს რა თქმა უნდა, მაგრამ რომ მოკლა, ჯერ ერთი მოკლა იმის გამო, რომ ვირუსი იყო ბატონო კობა მოდი აღნიშნოს ისიც რომ პროტოკოლის მიხედვით მკურნალობასაც აგვიანებდნენ ისეთი პროტოკოლები ჰქონდათ. ჯერ იქიდან დავიწყოთ რომ ვირუსი თავისით გაჩნდა ბუნებაში თუ ის შექმნეს უხანის და სხვა ლაბორატორიებში, ხო, ჯერ ამერიკაში და მე ჩინეთის უხანის ლაბორატორია გამოიყენეს, იქიდან გამოეშვათ. ანუ მოხდა манипуляция ვირუსზე, მისი ქვია ამას genome function ქვია ამერიკულად, ანუ ფუნქციები შეძენა რომ ვირუსი რომელიც როგორც წესი არ გადადის ცხოველიდან ადამიანზე, ამ ვირუსს შესწინონ ისეთი ასე ვთქვათ ფუნქციები და ისეთი ასე ვთქვათ
გენმანიპულაცია მოახდინონ მასზე, რომ ის ადამიანისთვის ძალიან მისაღები გახდეს ადამიანის ორგანიზმისთვის და გადავიდეს ადამიანზე. მუტაცია მარტივად რო განეცადა შემდეგ. არა, მუტაციაზე არაა საუბარი. მუტაციას ყველა ვირუსი განიცდის, მაგრამ საუბარია იმაზე, რომ ჩვეულებრივი ბუნებაში არსებული ვირუსიდან, რომელიც მაგალითად მარტო ცხოველებში, მაგალითად მარტო ღამურებში ცირკულირებდა, აი ამ ვირუსიდან ლაბორატორიაში მასზე დანამატების და ჩართვების გარკვეული, ესე იგი, სეკვენს ქვია რა, მონაკვეთზე, გარკვეული დანამატის და ასე ვთქვათ, აი როგორ გითხრათ, იცი, აი ვთქვათ, ერთი უჯრედი მეორეს რომ მოერგო საჭირო არის რაღაცა შესაერთებელი ერთი პატარა სპაიკი ჯაჭვური რეაქცია საერთო და აი ამ ცილის დამატება მოხდა ხელოვნურად აი ამ ვირუსი ახლა მე არა ვარ ვირუსოლოგი არ ვარ და არც ბაქტერიოლოგი მაგრამ ამას კარგად ახსნიან ბაქტერიოლოგები და ყველა ვინაც მოახდინა აი ამ ეგრეთ წოდებული SARS-CoV-2 ვირუსის ასე ვთქვათ გაანალიზება მისი გენეტიკური და სრულიად მთელი ჯაჭვის გაანალიზებით ამბობენ რომ ბუნებაში შეუძლებელი არის ასეთ ამდენობა თავისით წარმოიქმნას რომ ეს იდეალურად მოერგოს ადამიანის უჯრედს და იყოს ასე ვთქვათ ასეთი მისაღები ადამიანის ორგანიზმში ანუ გადამდები და ადამიანისთვის და იყო გახდეს ინფექციური რომ მოედოს თელკაცობრიობას ანუ ეს იყო ну gain of function ასე ვთქვათ ეს არის ეუფემიზმი ამას ქვია ესე ვთქვათ ფუნქციების დამატება და შეძენა რომ ვითომ მოხდეს იმისი გამოსტა ადამიანზე გადავა თუ არ გადავა მაგრამ სინამდვილეში რა არის ეს არის ბიოლოგიური იარაღი, ბაქტერიოლოგიური იარაღი, ნუ დავარქვათ ბიოლოგიური იარაღი და მოგეხსენებათ ბიოლოგიური იარაღის ოფიციალურად ესე ვთქვათ მისი მასე მუშაობა არის არა უბრალოდ აკრძალული, არამედ ჰააგის ასე ვთქვათ საქმე არის რა. ეს არის ასე ვთქვათ დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი და ყველა სახის ბიოლოგიური, ბაქტერიული და ასევე ქიმიური იარაღი არის აკრძალული და ასე როგორც მასზე მუშაობა. მაგრამ იმის გამო რომ არავინ არ დააბრალონ აი ამ ვაჟბატონებს ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობა და აი ამ ვირუსის შემუშავება, ისინი ამას არქმევენ ფუნქციათა კვლევას, gain of function და აი ამ სახით ამზადებენ ვირუსს მზად, რომელიც შემთხვევით გამოვა ლაბორატორიაში და სპეციალურად გამოუშვებენ, მაგას ჩვენ ვიგვეტყვის, ალბათ უფრო სპეციალურად, იმიტომ რომ ყველაფერი ისეთი იყო დროის მომენტში დაგეგმილი, რომ ყველანი მზად იყვნენ შესაბამისი ღონისძიების გასატარებლად რა. და ეს ერთი მომენტი არის, რომ ვირუსი შეიქმნა ხელოვნურად და მეორე მომენტი არის, რომ ის ხალხი, ვინაც აფინანსებდა ვირუსის შექმნას ამ ლაბორატორიებში, იგივე ხალხი პარალელურად აფინანსებდა სწორედ აი ამ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობას mRNA ტექნოლოგიაზე იმავე პერიოდში, სამ ვირუსი გაჩნდებოდა. ანუ ცალსახა არის ეგრეთ წოდებული ინტერესთა კონფლიქტი, სადაც ასე ვთქვათ აქტიორები, ვინაც ვითომ ზრუნავენ კაცობრიობის ჯანმრთელობას და კეთილდღეობას და გადარჩენაზე, სინამდვილეში ზრუნავენ თავისი ფინანსების გაათმაგებაზე და თავისი ინვესტიციების ისე ჩადებაზე ამ ვაქცინაში, რომ მათ სუმცირე 1000%-იანი მოგება მოუტანოს ინვესტორებს და აქციონერებს. რაც განახორციელებს კიდევაც და აი ამისი ფაქტობრივი მტკიცებულება ხა ადრე ხო მაინც შეთქმულების თეორია იყო, ხა რაც უნდა გეთქვა ამათთვის გეხსნა რომ აიცით ხალხო ამათ ესე გააკეთეს და ესე რომ ამათ ასეთი გეგმები ჰქონდათ და მანამდე საწყობდნენ ხოლმე შესაბამის სწავლებებს და სიმულაციებს წინა წელს მოაწყვეს 2019 წელს, მაგრამ ეს ყველაფერი იყო ასე ვთქვათ ну საეჭვო ხო რაღაცა ესეთ გზნობას ტოვებდა რომ ხო რაღაცა არის რომ მართლა ხა თქმა უნდა ფულის გაკეთება ყოველთვის უყვართ ამათ მაგრამ მაინც ბოლომდე არ იჯერებდნენ რომ ეს იყო მიზანმიმართული შეტევა გენოციდი კაცობრიობის წინააღმდეგ მაგრამ დღეს გაქვს აი გადაშალეთ ეპსტინის შესაბამისი იმეილები და დაინახავთ რომ ღიად საუბრობდნენ ამაზე ეს ვაჟბატონები ვინაც ჩამოთვალე ბატონო კობა ნახეთ როგორ კუთხით მინდა ახლა შეკითხვა დაგისვათ როგორც პოლიტოლოგი და ამდენ ფაქტს გაეცანით ამ ეპშტეინის თემასთან დაკავშირებით. პლუს ამას კოვიდის პერიოდში თქვენი აქტიურობა მართლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო საზოგადოებისთვის, ხო? და რა მინდა გკითხოთ, თუ შეიძლება და ისევ ხა თეორიებში გადაკარგვას თუ არ დაგვაბრალებენ, თუ შეიძლება ითქვას ესე ცალსახად, რომ მსოფლიო პოლიტიკის მართვა შესაძლებელი იყო და სხვადასხვა მსოფლიო გადაწყვეტილებების მიღება შანტაჟის ფორმატით ამ ეპშტეინის ფაილებიდან გამომდინარე. იმიტომ რომ აქ ხო არ ფიგურირებს მხოლოდ რამოდენიმე ქვეყნის წარმომადგენელი ან პრემიერი და ერთეული ხალხი და ამიტომ გეკითხები თუ შეიძლება თქვათ ესეც რომ სოფლიო იმართებოდა ეპშტეინის ფაილებზე დაყრდნობით შიშის ფაქტორით სხვადასხვა პოლიტიკური ძალები თუ შეიძლება ამის თქმა
მე მგონი ეს ძალიან გამარტივებული ასე ვთქვათ სქემა იქნება, რომ ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი კეთდებოდა იმისათვის, რომ ქონოდათ კომპრომატები ყველა წამყვან ფიგურაზე, რომ მე ეს თავისუფლად ეტარებინა. რა თქმა უნდა, ამასაც აქვს ადგილი და სპეცსამსახურები, განსაკუთრებით მოსადი, მათთვის აუცილებელი არის, რომ გავლენის მექანიზმები ჰქონდეთ უპირველეს ყოვლისა სწორედ ასე ვთქვათ მთავრობებში დასმულ ადამიანებზე და ეგრეთ წოდებული ელიტის წარმომადგენლებზე, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ეს არის მარტო ერთი მხარე მედლის და ძალიან გამარტივებული იქნება ასეთ შეფასება მივცეთ. საქმე იმაშია, რომ ისეთი დონის ხალხი ფიგურირებს აი ამ epstein-ის ფაილებში. აი ეს საინტერესო კითხვა არის, აი რატომ არის რომ ეს ადამიანები, მაგალითად პრინცი ენდრიუ, ხო? პრინცი ენდრიუ, რომელიც არის სამეფო ოჯახის წევრი. რატომ არის რომ ის თავის თავს აძლევდა უფლებას epstein-ის, რომ მისთვის სურათი გადაეღო პოზებში, გოგონებთან ერთად. აი, ნებისმიერ ასე ვთქვათ, ადამიანი, რაც უნდა ესე იგი იყოს რა, ხო, თავზე ხელაღებული, მაინც მოერიდება, როცა იქ დანაშაულს ჩადის და პედოფილია დანაშაულია მოგესალმებათ, მოერიდება ამის დაფიქსირებას და არავის არ მიცემს უფლებას, რომ ამ სიტუაციაში ვინმეს ფოტო გადააღებინოს, ხო? აი, ესეთი დონის ხალხი არიან, ესეთი დონის ასე ვთქვათ, როგორ ვთქვათ, სატანისტები, რომლებიც პრინციპში თვითონაც კი არა მარტო თანახმად იყვნენ, არამედ თვითონაც ამბობდნენ, ითხოვდნენ, რომ გადამიღეს სურათი და ამფიქსირე, მინდა რომ მე ვიყო აი ამ უნდათ რომ და უნდათ კიდევაც რომ ამითი იამაყო. აი ესე მიმაჩნია. უნდათ რომ ღია დანახო მთელ დანარჩენ კაცობრიობას, რომ დიახაც ჩვენ ესეთი სატანისტები ვართ, დიახაც ჩვენ გმართავთ თქვენ, ჩვენა ვართ ამ ქვეყნის ბატონ პატრონები, დიახაც ჩვენ ყველაფერს რაც მოგესურვება გავაკეთებთ, მათ შორის თქვენი შვილების მოტაცებით, გაუპატიურებით, სქესწირვით, შეჭმით და სისხლის დალევით და თქვენ ვერაფერსაც ვერ იზამთ, ვერაფერს ვერ გუზამთ და ფაქტია რომ დღემდე ვერავინ ვერ დაიჭრეს, არავისაც არ თქვა ამერიკის სამისმა ტრამპის ადვოკატმა თქვა რომ არავის წინააღმდეგ საჩელისტანს არ უაპირებთ. ანუ ხდება გერმანულ მედიაში სრული იგნორია ამ თემისა, ხდება რუსეთის ჩათრევა და იმის ცდილობა რომ ცალსაღად მარტო რუსეთს დააბრალონ და თქვა რომ ეს იყო KGB-ს, რომელიც 25 წელი აღარ არსებობს, მაგრამ მაინც KGB-ს ასე ვთქვათ შეგდებულ ჩაუდო KGB-მ epstein-ი ასე ვთქვათ დასავლური. თქვენ ხომ იცით რომ ძალიან ბევრს მარტივად დააჯერებენ ბატონო ამ ყველაფერს. უნდა ხარ დაჯერება ხდება იმით რომ ძალიან ბევრი, მათ შორის საინტერესოა რომ სწორედ ებრაული და ანებრაელების მფლობელობაში მქონი მედიების წარმომადგენლები და მედია საშუალებები იმეორებენ გაუთავებლად აი ამ ნარატივს რომ პუტინი და რუსეთი და FSB და KGB და აი მათი შთანერგილი არის და ისინი მანიპულირებდნენ epstein-ით და მათი ამიტომ დაივიწყოთ ეს ყველაფერი ეს არის პუტინის ცდილობა დასავლური დემოკრატია განადგუროს, მაგრამ ამათი მეთოდი რა არის იცით თეკლა რომ მუდმივი გამეორებით ამათ მიაჩნიათ რომ ყველაფერს დააჯერებენ. და იგივე საკეთებდნენ კოვიდის დროს, როდესაც მუდმივი გამეორებით და დაარჩი სახლში ენდემეცნიერებას ვაქცინა გვიცავს ყველანაირად და არის უსაფრთხო და ეს ხო გამეორების ეს მუშაობს, იმიტომ რომ ადამიანის ფსიქოლოგიის სწავლილი აქვს და უმრავლესობაზე სამწუხაროდ მუშაობს და ძალიან უმცირესობა არის, ვინაც ამას ეგრევე ხვდება, რომ საგვაქვს მანიპულაციასთან. მანიპულაცია როგორც მუდმივი გამეორება, ასევე მანიპულაცია არის ადამიანების დაშინება, შეშინების ცდილობა, იქნება ეს შეშინება იმით, რომ აი ვირუსი მოკლავს, თუ კი არჩვენებას არ დაყვები და იქნება თუ არა შეშინება, რომ აი ხო ხედავ ბავშვებს ჩვენ გვინდა და მოვიტაცებთ და ასე უზავთ და ესე უდავთ და თქვენც ასე მოგივათ თუ ჭკვით არ იქნება და თუ არ გაჩვენებთ. აი ესეც არის ასე რომ ვთქვათ ვიქტიმიზაცია მთლიანად დიდი მოსახლეობის რაოდენობის და როგორ გითხრათ აბა ეს ხომ არ არის რაღაცა ისეთი რომ აი კორონაზე რო ვსაუბრობდით ხო აი არის ჰოლივუდის პროდიუსერი ბარი ჯოზეფსონი ასეთი პიროვნება რომელიც ფიგურირებს ერთ-ერთ იმეილში და აი ეს ჯოზეფსონი წერს იმეილს epstein-ს და ეუბნება რომ ხო აი ბილ კლინტონმა რაღაცა იმაშალა აი ბილ გეიტსმა რომ შეგვეკითხა რომ და დასვა შეკითხვა რომ აი როგორ მოვიცინოთ ღარიბ მოსახლეობა მთლიანად აი ამ შეკითხვასთან დაკავშირებით გამიშთა რაღაც იდეები და მინდა ბატონ ბილს ანუ გეიტს გაუზიარო ანუ ესე იგი თხოვს epstein-ს რომ ისევ შეხვედრა მოაწყოთ რომ ამაზე ვისაუბროთ რაზე როგორ მოვიშოროთ ღარიბი მოსახლეობა მთლიანად ანუ მთელი დედაბუნიანად ღარიბი მოსახლეობის მოშორებაზე ერთიანად არის საუბარი და აი ეს მიმოწერა ხდება სწორედ იმის ფონზე, როდესაც epstein-ი და ბილ გეიტსი და სხვები გეგმავენ პანდემიას, რომლის დროსაც ისინი გეგმავენ
მოსახლეობის 90 თუ არა 80%-ის მაინც არ 7 მილიარდი ადამიანის სამყაროს გადატვირთვა უნდათ და გამოხშირვა უნდათ ადამიანებისგან ამის ფაქტია ეგრე გამოდის. ღარიბი ადამიანები აჭირდებათ. ახლა თქვენ თუ მიაღწიეთ ყოდება ბოლო სოფლიო ეკონომიკური ფორუმის ბოლო შეკრება წელს რომელიც სპეციფიკ გაიმართა იქაც საუბარი იყო იმაზე რომ აი ხელოვნური ინტელექტის და რობოტიზაციის შედეგად აი ახლა რობოტების დიდი მასიური პროდუქცია წამოვა რომელიც რობოტებიც ძალიან ბევრ ესეთი ქმედებას მათ შორის საქმიანობას მათ შორის თქვათ ფაბრიკებს ჩაანაცვლებს ადამიანის ხელს ან რა თქმა უნდა რა ძალიან ბევრ ესეთ თქვათ ფიზიკურ სამუშაოსაც კი მარტივად უფრო ეფექტურად განახორციელებენ რობოტები რომლებიც აღჭურვილი იქნებიან ხელოვნური ინტელექტით და ამდენ ხალხს რა უყოთ რომელიც რჩება ასე ვთქვათ უსაქმო და რომელიც პრინციპში აღარ გვჭირდება რომ დავასაქმოთ აი ეს არის ღიად დასმული შეკითხვები და აი ეს შეკითხვები ამ შეკითხვებზე უკვე დიდი ხანია რომ სწორედ ეს ვაჟბატონები ეფსტინის ფაილებში ნასპიგურებენ საუბრობენ და პრინციპში მათთვის ეს არანაირი პრობლემა არ არის ისინი ჩვენ ასე ვთქვათ ღარიბებს ვიყურებენ როგორც ბალასტს და როგორც რაღაცა ისეთ რა ქვია რა ზედმეტ ტვირთს აი ამ სოფლიოსთვის და ღიად ბილ გეიტსი ღიად ამბობდა რომ მისი ვაქცინაციის ერთ-ერთი თუ კარგად ჩატარდებოდა რაღაცა 17%-ით მაინც უფრო შეემცირებინა მოსახლეობა და ძალიან საინტერესოა რომ ვაქცინაციის შემდეგ ყველგან სადაც ვაქცინაცია მაღალ დონეს მიაღწია მათ შორის ევროპის ქვეყნებში ყველგან ფიქსირდება 21 წლიდან მოყოლებული შობადობის კლება შობადობის კატასტროფული კლება ევროპაში გერმანიაში მაგრამ არც ერთი ბატონობა ამ თემას არ მინდა გავცდეთ რამდენჯერმე დაგვიწერეს კომენტარში თქვენ მართალია ვირუსოლოგი და ინფექციონისტი არ ბრძანდებით პროფესიით მაგრამ კოვიდის პერიოდში ძალიან აქტიურად იბრძოდით და ბევრი ინფორმაცია გაქვთ მოგროვებული და რამდენიმე მშობელმა დაგვიწერა კომენტარებში პაპილომა ვირუსის აცრაზე სკოლებში რაც ხდება და აცრებთან დაკავშირებით ზოგადად რას გვეტყვისოთ ან რამდენად მიზან შეწონილიაო მე როგორც ერთი რიგითი მშობელი ეხლა უკვე 15 წლის გოგონა მყავს ერთი წლის თავზე უკვე რომ მორჩა გეგმიური რაც არის აცრები, მას შემდეგ სკოლაც კატეგორიულად გაფრთხილებული მყავს, შემოვა ჯანდაცვიდან ვინმე ბავშვის ასაცრელად, მირეკავთ მშობელს. ყველა დეტალს თუ სადმე რამეს სკოლის ხელშეკრულებაში ვაწერ ხელს, ყველა დეტალს ძალიან ვუღრმავდები, იმიტომ რომ სკოლაში თვითნებურად ვინმე ბავშვი არ აცრას. შეიძლება ნემსის სახით არ იყოს, იყოს სპრეის სახით, პირში ჩასასხურებელი სახით იყოს, ბევრნაირი ვარიანტი შეიძლება იყოს და ამიტომ მე ვფრთხილობ ეს ჩემი პირადი პოზიცია როგორც მშობლის, მაგრამ თქვენ როგორც ამ თემებთან ბევრად უფრო მეტი შეხება გაქვთ და ინფორმაციულ წყაროებში ძალიან დაძვრებოდით იმ პერიოდის განმავლობაში, დააინტერესა თქვენი აზრით აცრებთან დაკავშირებით და იქნებ უპასუხოთ. მე შევიკავებდი თავს ამ თემაში ჩაღრმავებას და დღეს სულ სხვა ფორმა და სულ სხვა ასე თქვა თემები გვაქვს ასაუბრო. რაც შეეხება ზოგადად ვაქცინაციას და აცრებს, ჩვენ უნდა გავასხვაოთ ერთმანეთისაგან ვაქცინაცია და აცრები აი ამ სიტყვის კლასიკური გაგებით, რომელიც არსებობდა 2019 წლამდე, ასე ვთქვათ, და 20 წლამდე მაგალითად, და ეგრეთ წოდებული კოვიდის აცრა, განსაკუთრებით mRNA ტექნოლოგია, რომელიც მუშაობს ასე მესენჯერული რიბონუკლეინის მჟავის, ასე ვთქვათ, შეყვანით ორგანიზმში და ფაქტიურად თვითონ უკვე რედფილდმაც რომელიც იყო ამერიკული CDC-ის მაშინ ხელმძღვანელი აღიარა რომ პრინციპში ეს ეგრეთ წოდებული აცრა ამას აცრა არც უნდა დარქმეოდაო. ანუ ისაც მე ვთქვი 2021 წელს რომ ეს არის ფსევდო აცრა და ეს არის მოტყუება აცრის და ვაქცინის განმარტებაც კი ამ დეფინიციაც კი შეცვალეს იმისთვის რომ აი ამ ტექნოლოგიისთვის რომელიც არის პრინციპში სინამდვილეში არის უფრო თერაპიული და უფრო ასე ვთქვათ რა გენური თერაპია აშკარად იმიტომ რომ აი ეს არის mRNA და რიბონუკლეინმჟავა ისტორიულადაც თუნდაც ამას ჩახედული არის ევოლუციურად როგორ შეიქმნა პირველი DNA-მი პირველი DNA-მი შეიქმნა RNA-მიდან ხო? ნუ ასე გვეუბნებიან ჩვენ ბიოლოგიის სახელმძღვანელოებში რომ აი ათეისტური და ვთქვათ სუფთა აი რო ვთქვათ მატერიალისტური გაგება მეცნიერების რა არის რომ აი რაღაც შემთხვევით დედამიწაზე გარკვეული მინერალები იქ წყალში ისეთნაირი კომბინაციით მოხდენ და რაღაცა მე კიდე ელვამ და მეხმა დაარტყა რომ აი შემთხვევით გაჩნდა პირველი RNA-მი ანუ რიბონუკლეინის მჟავა და მე აქედან წამოიშვა DNA-მი ანუ რომლისგანაც შედგება ყველა ცოცხალი ორგანიზმი ხო და აი რამდენად
საშიში და სახიფათო არის RNA-ში შეყვანა ორგანიზმში და რაღაც მესენჯერული ანუ ბრძანებების მიცემა უჯრედის რომ ასე და ასე გააკეთე. აწარმოეს spike protein და ორგანიზმი აწარმოეს spike protein-ს, ხო? აი, რამდენად შეიძლება ამას დავარქვათ ვაქცინა, როცა ვაქცინის კლასიკური გაგება არის თვითონ ვირუსის ან ბაქტერიის, ну, რა თქმა უნდა, შესუსტებული სახით შეყვანა ორგანიზმში, რათა ორგანიზმმა უშუალოდ აი ამ ვაქცინაზე, აი ამ ბაქტერიაზე ვირუსზე მოახდინოს რეაგირება იმუნური პასუხი და აი იმუნიტეტი ამგვარად გაძრიელდეს. და ეს ახალი ეგრეთ წოდებული mRNA ну, პირდაპირ თქვათ რა, თერაპია, რომელიც არ არის თვითონ ასე თქვათ დაავადების გამოწვევა, არამედ უბრძანებს უჯრედებს, რომ აწარმოოს spike protein-ი, ამ შემთხვევაში COVID-ის შემთხვევაში spike protein-ი, რომელიც შემდეგ იწვევს აი ამ თვითონ იმუნურ რეაქციას, ანუ შენივე უჯრედი აწარმოებს პროტეინს და მერე სხვა უჯრედი მოდის, კვლელი T უჯრედი, ანუ იგივე ჩვენი თქვათ, ხო, ლიმფოციტური და ასე თქვათ ჩვენი იმუნური სისტემა მოდის და ანადგურებს შენივე უჯრედს, რათა ის ცილაც მოიშოროს, რომელიც ხელოვნურად აწარმოებს. ეს ძალიან ესეთი ღრმა თემა არის, რომელსაც ალბათ უფრო მიკრობიოლოგები და ზოგადად აი დარგის სპეციალისტები უფრო ალბათ ჩახედულებიან და უფრო ახსნიან ამას ყველაფერს. რაც შეეხება თვითონად აი ვაქცინაციის თემას, აი ესეთი რაღაცაა, რომ აი რობერტ F. კენედი, რომელიც არის მაგალითად ამერიკის დღევანდელი აშშ-ის დღევანდელი ჯადაცვის მინისტრი. ის ამბობს რაღაცას ამბობს, არ მარტივ რაღაცას, რომ აი მე რო ვთქვა მაგალითადო, ამბობს რობერტ F. კენედი, რომ აი თევზში დაუშვებელია, რომ თევზში იყოს ვერცხლისწყალი. და ასეთი თევზის ჭამა არის დაუშვებელი. გამო ეს რას ნიშნავს, რომ მე ზოგადად თევზის მოწინააღმდეგე ვარ, რომ ასეთი შეკითხვა დასვა. აი მე თუ ვიტყვი, რომ აი თევზში დიდი რაოდენობის ვერცხლისწყალი გამოიწვევს დაავადებას და ასეთი თევზი არ ჭამოთ. ეს ხო ნიშნავს, რომ მე ანტითევზისტი ვარ და ზოგადად თევზის დაჭერას და ჭამას ვეწინააღმდეგე, ხო? მე ვეწინააღმდეგები თევზის გამოკვებას და მასში შეყვანას რაღაცა ესეთ ქიმიკატები, როგორც მაგალითად ვერცხლისწყალი, რომ იმან დააზიანოს ადამიანის ორგანიზმი, არა? ან თქვა სხვა სახის ნატრიუმების და რაღაცის დამატება სხვა პროდუქტებში, ხო? და ზუსტად იგივე არის ვაქცინებზე და ვაქცინებზე, რა, მე თუ ვიტყვი, რომ ესე იგი ვაქცინაში არ უნდა იყოს ესეთი დანამატები და ადიუვანტები, როგორც არის ვერცხლისწყალი, მძიმე მეტალები და ალუმინი და ასე შემდეგ. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მე ანტივაქსერი ვარ. ეს ჩემი სიტყვები კი არის, ეს არის თვითონ ჯონ F. კენედის სიტყვები, რომელიც დღესდღეობით არის ამერიკის აშშ-ის ჯანდაცვის მინისტრი, რომელმაც გააუქმა რამდენიმე აქამდე სავალდებულო და რომელიც იყო იქ რა ქვია გეგმაში გაწერილი ვაქცინების აუცილებლობა ამოიღო იმ სიიდან, რომელსაც თვლიდა რომ ის იყო ზედმეტი და თვლიდა რომ ის იყო გამოუწვევი გარკვეული არასასურველი პროცესებისა, მაგრამ აი მე რო თქვა ხარ რომ ვისაუბრო ამაზე, ჩვენ ფაქტ-ჩეკერებში შესაძლებელი არიან და ისევ დაამბრალებენ ანტივაქსერობას და აი ამიტომ ამაზე თავ შევიკავებდი, უბრალოდ მიუთითებდი ყველა შობას, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ჩვენი შვილების ჯანმრთელობაზე. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ყველა იმ სუბსტანციაზე, რომელიც შევა ჩვენი ბავშვების ორგანიზმში. ამიტომ ნებისმიერი ცალკე აღებული ვაქცინის თუ კი თქვენ გააქვთ მაგას ვერავის ვერ ვიტყვი, რომ აიცერი არ აიცერი, ყველამ თუ უნდა გადაწყვიტოს, ხო? თქვენი ვალი არის იმისი შესწავლა ერთი მხრივ აწუნდაწუნოთ რა რისკები მოყვება ემათ თუ დაავადებას და მეორე მხრივ აწუნდაწუნოთ რა რისკები შეიძლება მოყვეს ამათ თუ იმ პრეპარატის გაკეთებას, თუნდაც იგივე აცრისას ამ დაავადების პრევენციისათვის, რომელსაც გვთავაზობენ რა. მაგრამ ეს არის ძალიან ვრცელი თემა, ძალიან ფართო თემა და ამიტომ როგორც გითხარით, დღეს ამაზე თქვათ შემდგომი წიაღწევებისგან თავ შევიკავებდი. მით უმეტეს რომ მაქვს ასე თქვათ პირდაპირ გეტყვით სასამართლო დავა მით დეტექტორთან, რომელიც ყოველთვის არ უშვებდა საშუალებას, რომ ჩვენთვის ანტივაქსერის იარლი მოეწებებინა, მიუხედავად იმისა, რომ მე მარტო და მხოლოდ COVID ვაცრებზე და კერძოდ mRNA ვაცრებზე და ვაქცინებზე და მათ შორის არა მარტო RNA-ზე, იქ იყო ასევე AstraZeneca-ს ვაქცინა, რომელსაც გამოიწვია ძალიან ბევრ ადამიანში. ასევე ტრომბოციტოპენია და სინუსური ვენის ტრომბოზები ძალიან ცუდად შედეგი დამთავრდა, მოგახსოვთ მაშინ ჩვენი ექთანი, როგორც კი აცრე საწყალი ქალბატონი, მაშინვე გარდაიცვალა. ბაქრაძე იყო გორათვარსები, ხო? ბაქრაძე იყო და არა მარტო ის რა, და აი ამაზე ქონდა საუბარი, მაგრამ აი ეს მითედექტორები ხო იცი როგორ და ფაქტ-ჩეკერები ეგრევე უნდა ყველას დაარქვან, ყველას მე უნდა დაარქვან რაღაცა ესეთ რა ქვია პუტინის და რუსეთუმე და პუტინის ასე ვთქვათ აგენტი და ასე და რატო? იმიტომ რომ თუ კი შენ ადრე იტყოდი რომ იცით ეს დასავლური ელიტა და ძირითადად ხო ესენი ყველა ხაის ფიგურები არიან სატანისტები, არიან პედოფილები და
არიან მათ შორის კაცჭამიები, ანუ ჩვეულებრივად ხო სხვეპლად წირავენ ბავშვებს და არიან კანიბალები, ხო? აი შენ ეგრევე მოგარტყამდნენ რუსეთუმის იალებს, რომ აი ესე შენ გინდა რომ დასავლეთი გააშავო და ჩაძირო, ალბათ შენ რუსეთის ინტერესებს ემსახურებე. რატო უნდა ემსახურებოდე მე? გერმანიის მოქალაქე და მათ შორის საქართველოს ორმაგი მოქალაქე მაქვს, რომელსაც ახლა გერმანიაში მოღვაწეობ, მუშაობ და ევროპა მიყვარს და პირიქით მუშაობ იმას, რომ დაახლოვდეს გერმანია მაგალითად კონდეს ნორმალური ურთიერთობა ევრაზიის კონტინენტზე მათ შორის ჩემს საქართველოსთან, ხო, რატომ უნდა მქონდეს მე იმის სრული რომ თუ კი დასავლეთი ასეთი ანგელოზი არის, მათი ელიტა და ასეთი დემოკრატია არის, რატო ვერჩი, ხო, მაშინ რატომ უნდა მოუგონო მათ ზღაპრები რომ ისინი არიან კაცჭამიები, ხო? მაგრამ როდესაც უკვე ფაქტი არის რომ კაცჭამიები არიან და ეს არის უკვე მათი მიერ რაც გამოაჩინეს, იქიდან უკვე გამოჩნდა, თორემ რაც არ გამოაჩინეს, კიდევ უარის რაღაცები იმალება, იქ ძაღლისთავები რა. მაგრამ მოდი ახლა ჩვენ იმაზე ვისაუბროთ, რომ კაი, თქვათ რუსეთმა და პუტინმა ჩაუდო ეს ეფსტინი და მათი ოინები იყო, რომ აი გააბეს ხალხი მახეში და ხაფანგში, ხო? ჩდება ლოგიკური შეკითხვა. ესეთ ხაფანგში რატო უნდა მიხვიდე ესეთ მდგომარეობამდე და ესეთ ხაფანგში როგორ უნდა გაება? ეს ხო არ არის ვიღაცა მომაწვია და ეგ სადღაც გამიყვანა. არ უნდა პედოფილია არ აქვს ასწულება თუ კი მას არ უნდა ბავშვი შეჭმა ის ესე რანაირი პუტინი მას ვერ გააბამს ეს ერთი მაგრამ კაი თქვათ პუტინმა გააბა ჩდება ლოგიკური შეკითხვა და აი ამ დანაშაულების გამოძიებას და დამნაშავეთა დასჯასაც პუტინი უშლის თუ რატომ არ ხდება ეს პროცესი აი ეს ამ თავარი შეკითხვაა პუტინმა დაუშალა აშშ-ს მაგალითად FBI-ს და სხვებს გამოძიებებს რომ არ აღძრა საქმეები აი ამ ფიგურანტების წინააღმდეგ გამოძიება არ ჩატარონ, არავინ არ დაიჭირო. ბატონო კობა, ჯერ რადონის საზიზღრობები გამოჩნდა, რა კეთდებოდა იქ და რა საშინელი ფაილებია და რაც დამალეს, ხო წარმოგვიდგენია საზოგადოებამ უბრალოდ წარმოიდგინოს, რაც არ დამალეს ეს რა საშინელება და რასაც მალავენ იმის იქეთ, რა სიმძიმის დანაშაულებთან გვექნება საქმე, იმიტომ რომ ეს თუ დასამალად არ ჩათვალეს კანიბალიზმი, სხვაზე ხო არაფერს ვლაპარაკობთ. არასრულწლოვნების გაუპატიურება და კიდე 1000 საზიზღრობა, რაც გამოჩნდა და რასაც მალავენ წარმოიდგინეთ ამაზე მძიმეა ესე იგი და იმიტომ მალავენ, ხო? ეს ფაქტებითაც დასტურდება. ეს მიტომ იყო დაუჯერებელი ხალხისთვის და მიტომ ამას ოიტყოდი ხო გიძახოდნენ გიშს და გადარეულს და რაღაცა ბოდვას უწოდებდნენ რომ აი არ ადამიანს ფსიქოლოგიურ დონეზე არ უნდა ამის დაჯერება რომ რაღაცა ხდება რა ამიტომ რომ აი თუ კი შენ კონფრონტირებული ხარ იმ რეალობასთან რომ აი შენ სამყაროში რომ შენ ცხოვრობ არიან კაცი ჭამები ვინაც ბავშვებს იტაცებენ და კლავენ და აუპატიურებენ და ვერ ეჭამენ მაშინ შენ ან რაღაცა უნდა ქნა ამის წინააღმდეგ ან თავი უნდა მოიკლია რა ამიტომ რასაც საყურებს ცხოვრება არის ხო რაღაცა უნდა ამიტომ რომ ჩვენი წინაპრები კაცჭამებს ეომებოდნენ მაგალითად ხო წმინდა გიორგი გველეშაპს ებრძოდა და თავს იდავდა და გმირავდა თავისი ჩვენ რას ვაკეთებთ ხო ეს შეკითხვა უჩნდება ყურსა ძალიან ესეთი არაკომფორტული სიტუაცია ძალიან ბევრისთვის რომ აი ასეთ რეალობისაში დადგეს ამიტომ არ იჯერებდა ხალხი ამას მაგრამ დღეს ხომ ეს აი ისეთი კადრები არის უკვე რომელიც შეიძლება ნახო და მე მაგალითად თუ კი ისეთი ფსიქოლოგიაზე გამძლე არა გაქვთ ფსიქიკის გიჩვენოთ არ ნახოთ ეს კადრები იმიტომ რომ რაც მე ვიცოდი რაც მე ვიცოდი, როგორც ეგეწოდებულმა შეთქმულების თეორეტიკოსმა რა, რომ ეს რაღაცეები ხდებოდა, იმაზე 10 ჯერ და 100 ჯერ უარესი რაღაცეები არის, რომელიც ნახვა დღეს შეიძლება და რომელზეც მე პირადად მართლა არ მინდა რომ ამაზე ესე თქვა ამას უყურო და ამაზე ვიფიქრო და ამას რაღაცა ჩემი ესე თქვა დავეშვა აი ამ სიხშირეებზე რომ აი საშინელება არის. უბრალოდ საშინელება არის, პირდაპირ გეტყვით და მეორე საკითხი არის ესეთი რაღაცა რომ აი თუ ასეთი საშინელება რატომ თუნდაც ეს რაც გაასაჯაროეს რატო გაასაჯაროეს ახლა მაგალითად და ხო ასეთი ყველაფერს აკონტროლებენ ხო მაინც არავის არ იჭერენ ხო შეეძლოთ რომ პრინციპში არ გაასაჯაროებინათ შეეძლოთ მაგრამ როგორც გეუბნებით და როგორც უკვე ვახსენე ერთხელ ეს არის სოციალური ინჟინერია რადგან ეს ვაჟბატონები ეს ეგაწოდებული სოფლიოს თავადები და მმართველები ახორციელებენ არიან სოციალური ინჟინერია და ეს არის პირდაპირ დაცინვა და მთლიანად აბუჩა დაგდება ჩვენი ანუ მთლიანად სოფლიოს მოსახლეობის 99%-ის. ეს არის პირდაპირ სახეში შეფურთხება და ამისი თქვა რომ დიახადათ ჩვენ ვართ მგლები და ჩვენ ვართ აი ჩვენ რაღაც გვინდა იმას გაგიკეთებთ და თქვენ არაფერი არ შეგიძლიათ. ანუ ასეთი დონის დამცირება და ასეთი დონის ასე ვთქვათ მასათა ცნობიერებაში აი ამის ჩადება რომ დიახადათ აი ჩვენ ასე და ასე გიკეთებთ. ეს არის მიმართული რისკენ რომ გამოიწვიონ ჩვენში ფარდო ფასებში ასე ვთქვათ უძლურების განცდა და სასოწარკვეთილებაში უჩაყვება.
აი ეს არის ამისი ეწოდებული სოციალური ინჟინერიის მიზანი და ეს შემოფრქვებული არ არის ასეთი ავტორი მაიკლ ჰოფმანი, მაიკლ დიდი ასეთი ჰოფმან ინგლისურად, რომელსაც უწერია ეს აღწერილი აქვს ეს მექანიზმები თავის წიგნში Secret Societies, ანუ საიდუმლო საზოგადოებები, Secret Societies and Psychological Warfare და ფსიქოლოგიური, ვთქვათ, იარაღი და ბრძოლა, რომელსაც ისინი აწარმოებენ, აი ესეთი გასაჯაროების მეთოდი და მეთოდის გასაჯაროება, რომ ჩვენ გავასაჯაროებთ იმ მეთოდებს, რასაც ჩვენ მუშაობთ და აი ამ გასაჯაროებით ჩვენ მოსახლეობას კიდევ უფრო სასწრაფო მდგომარეობაში ჩავაგდებთ და ასე ვთქვათ, შევქმნით მათში ვიქტიმის, ანუ მსხვერპლის კომპლექსს. დავანახეთ მათ, რომ ისინი არიან ჩვენი აბსოლუტურად ჩვენ ხელში მსხვერპლი და ფაქტიურად მათში გავუღვივებთ რას? გავუღვივებთ სტოკჰოლმის სინდრომს. აი როგორც სტოკჰოლმის სინდრომი მოგახსენებათ მძევლად აყვანილი მძევლები, ხო, ვინაც დაიჭირეს იქ სტოკჰოლმში მაშინ ყაჩაღებმა და ტერორისტებმა, გარკვეული დროის შემდეგ თავდაცვის მექანიზმი ირთვება, რომ თავის გადარჩენის თავის რო გადაეჩინა აი ამისთვის ქვეცნობიერად ისინი იწყებენ თავიანთი გამტაცებლის ტერორისტის გამართლებას და უფრო მეტიც უყვარდებათ კიდევაც ტერორისტები და ყველანაირად ცდილობენ მის დაცვას. იმიტომ რომ გონიათ რომ თუ ჩვენ ტერორისტებს დავიცავთ, ჩვენ სტოკჰოლმს გადავიჭერთ ამით. ხო, აი ეს არის სტოკჰოლმის სინდრომი და იგივე ცდილობენ რომ აი ესეთი კონდიციონირება მოახდინონ მასათა ცნობიერებაში, რათა ფაქტიურად თავიანთი ძალის აბსოლუტური მანიფესტირება მოახდინონ სოფლიოში და თქვა რომ აი ჩვენ უკვე გამოვიყვანეთ აი ეს აქამდე რაც იყო ტაბუიზირებული და რაც იყო წარმოუდგენელი და მიუღებელი საზოგადოებისათვის, აი ამ ტაბუს ზონიდან გამოვიყვანეთ და უკვე ოვერტონის ფანჯრის პრინციპით შემოიყვანეთ უკვე დისკუსიაში და რეალობაში და თქვენ დაგანახეთ რომ აი ეს რაღაცები ხდება და ჩვენ ამას ვაკეთებთ. და ეს არის პირველი ნაბიჯი, ანუ დეტაბუიზირება და ტაბუს დამსხვრევა არის პირველი ნაბიჯი უკვე ამისი შემდგომ ეტაპზე უკვე დისკუსიისთვის, შემდგომ ეტაპზე უკვე მისაღებად ნორმად გადაქცევისთვის და ბოლო ეტაპზე საკანონმდებლო დონეზე ამის შემოღებისთვის. რატომ არის რომ აი ამ ბოლო 10 წლების განმავლობაში მიდის პირდაპირ მუშაობა და დაფინანსება LGBT საზოგადოებების, ერთსქესიანთა ქორწილების, ბავშვებში უკვე და მოზარდებში ასე ვთქვათ, მათი სქესის შეცვლის, აი ამის წახალისება, ჯენდერული იდენტობების, 1000 იდენტობის შემოღება, აი ეს საით მიდის იქით რომ საბოლოო ჯამში მე უკვე აქამდეც იყო საუბარი, ახალც უკვე საუბარი აქვს იმაზე რომ ხო არ მოხდეს უკვე პედოფილიის ლეგალიზება, იმ კუთხით რომ აი თუ კი ესე იგი ბავშვი და მოზარდის თანახმა არის და თუ კი არ აძალებენ, აი პირველი ნაბიჯი ეს არის რომ მაშინ თქვათ დაშვებული იყოს პედოფილია. ესენი იქამდე მივლენ საბოლოო ჯამში. აი ამ მეთოდებით, აი ამ ოვერტულის ფანჯრით, რომ კანიბალიმსაც კი დასაშვებს ნორმას და საბოლოო ჯამში შეიძლება კანონით, ასე ვთქვათ, მიღებულსაც გახდიან, თუ კი ჩვენ ამას არაფერი დაუპირისპირდით და აი ამისკენ არის მიმართული აი ეს ყველაფერი, რომ ყველა ხედავს რაც ხდება და არავინ არ იშჩება. აი ეს მომენტი, აი მე ამას ამითვხსნი, რომ ფაქტიურად აი ამის საფუძველზე ეს ოკულტისტები და სატანისტები თავიანთ სატანისტურ რელიგიას უახლოეს მომავალში აიყვანებენ სოფლიო რელიგიის დონეზე და მოთხოვენ მთელ სოფლიო მოსახლეობას ახალი ერთიანი რელიგიის აღიარებას, რომელიც იქნება წმინდა წყლის სატანიზმი. აი აქეთკენ მიმართული მთელი ეს სარისხმო. ეს არის ჩემი პირადი ანალიზი და შეფასება, ნუ იმაზე დაყრდნობით, რაც მე ვაკეთებ, ჩემი მოფიქრებული არ არის, თქვა იგივე ავტორის ჰოფმანის, ასე თქვა, წიგნზე დაყრდნობით და სხვა ფსიქოლოგთა და პოლიტოლოგთა შეფასებებზე დაყრდნობით არის ის, რასაც ახლა მე თქვენ გეუბნებით. თქვენს Facebook გვერდზე ვნახე რამდენიმე პოსტი, რამდენიმე ადამიანი ყავდათ გამორჩევით ესე და გქონდათ მასზე მიძღვნილი ძალიან საკმაოდ ვრცელი ინფორმაცია, თუ როგორ გარიყეს საკმაოდ ცნობადი სახეები იმისთვის, რომ მსგავს მანკი ერქმედებებში ხილებას ახდენდნენ და საუბრობდნენ, როგორც თქვენ გადანაშაულებდნენ შეთქმულების თეორიებში, აი ესე გარიყეს რამდენიმე ესეთი ცნობადი პიროვნება, რომელიც ესეთ სიბინძურეებში არ გაერევა არც არასდროს და არც მომწონებელი იყო და უპროტესტებდა ამ ყველაფერს და მინდა ბოლო პოსტის მაგალითზე ახსნათ, რა მდგომარეობამდე მიყავთ ადამიანი, რომელიც ზენში იყო მართლა კარიერის და ყველაფერი გამოაცალეს, იმიტომ რომ სიმართლეს საუბრობდა, შეგუებაზე როცა საუბრობთ, ესეთი მაგალითები ილუსტრაციისთვის ძალიან კარგია საზოგადოებისთვის და მინდა რომ ესეც აღნიშნოთ, ვიზე გქონდათ საუბარი ამ პოსტში და რა იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც ადამიანი დააკენსელეს ყველგან. ახლა ერთ-ერთი ბოლო პოსტი მეძღვნილი იყო მელ გიბსონზე, იმიტომ რომ როგორც თქვი რა ესე იგი
მთელი აი ამ ჰოლივუდის წუმპიდან, სადაც ფაქტობრივად ყველა აი მადონადან დაწყებული და ლედი გაგათი დამთავრებული და ყველაფერი ესენი მონაწილეობას იღებდნენ, მათ შორის მარინა აბრამოვიჩის სატანისტურ რიტუალებში აქვს მონაწილეობა მიღებული და მთელი ეს ეგრეთ წოდებული ბომონდი, ვისაც ქვია ჰოლივუდური არის აი ამ კაბალის ასე ვთქვათ სექტის წევრი და ახორციელებენ აი ამასაც საუბარი ადრენოქრომის მოხმარება და შემდეგ ვინაც ეს ამხილა იყო მელ გიბსონი და მოხდა მისი ასე ვთქვათ გარიყვა და დაკენსელება ხო ანუ ფაქტიურად შეუძლებელი გახდა მის აღარც ვთქვათ ოსკარის ცერემონიაზე იწვევდნენ ამას საუბარიც აღარ იყო აღარც როლს აღარ აძლევდნენ და კაცი იძულებული გახდა თვითონ უკვე გამხდარიყო დაანება თავი ფაქტიურად მსახიობობას არა და ჩვენ გვახსოვს ხო მისი უდიდესი როლები თქვათ იგივე Braveheart ხო ამაცებული და უსეთით უსაყვარლესი მსახიობი არის ჩემი და აი საერთოდ გააქრეს ადამიანი და აკენსელეს რა კაცი გახდა მე უკვე თვითონ ასე ვთქვათ რეჟისორი გადაერთო რეჟისურაზე და გადაიღო ფილმი მათ შორის იესოს ნებანი სადაც ქეზეველი ასევე ძალიან ძლიერი მსახიობი და არის თამაშობს წინვარად ქრისტეს როლს და ასევე გადაიღეს ასევე ქეზეველმა და ქეზეველის ნამუშევარი არის ფილმი სწორედ ბავშვების ტრეფიკინგზე და ბავშვების ასე ვთქვათ სექს უნებად გაყიდვაზე რა რომელიც ასევე სკანდალური შეიქმნა და ესეთი მამხილებელი ფილმი იყო და პრინციპში ქეზეველსაც არავინ ერთად არ იწვევს ხომ ისმენე ხო მაგრამ ეს არის ყველაზე ლაითი რა შეიძლება ასე ვთქვათ მოხდეს რომ აი ვიღაცა მაგათაც მსახიობი აღარ გამოაჩნო ფილმებში და ვთქვათ ადამიანი დატოვონ უმუშევარი უკიდურეს შემთხვევაში ადამიანს უბრალოდ კლავენ აი მაგალითად მოგეხსენებათ იმის საერთო კაცო ამერიკაში გამოდიოდა და რომ მოკლეს რა ტრამპის მხარდამჭერი რო კირკზე საუბრობთ ალბათ გამოსვლისას რომ მოკლეს კირკი დიახ ხო აი კირკი რო ავით მაგალითად რა აი იმის გამო რომ კირკმა რაღაცეები აი ეს რაღაცეები უკვე გაშიფრა და დაასახელა და ალბათ უკვე ძალიან ახლოს იყო იმაზე რომ თქოს მასაც უკვე ძალიან ითხოვდა ეპშტეინის ფაილების გასაჯაროება ძალიან აშკარად და ძალიან ღიად და ამისთვის იბრძოდა და მანიცოდა ფლობდა გარკვეულ ინფორმაციას მათ შორის ისრაელზე და ისრაელის მიერ ღაზაში ჩადენილ გენოციდზე გააკეთა განაცხადება ის უბრალოდ გააქრეს უბრალოდ მოკლეს უბრალოდ გაასაღეს ხო და აი ასე უკეთებენ ძალიან ბევრს და ძალიან ბევრი მაგალითად იქ იყო ერთ-ერთი ცნობილი სკანდალი რომ მექსიკელი მოდელი რომელიც აი ამ სწორედ ეპშტეინის ერთ-ერთ პარტი წვეულებაზე იქიდან გამოვიდა ნახევრად შემოგლეჯილი და აცმელით და გაყვიროდა ნუ გვარად ხიმენესი არის იმიტომ რომ შეიძლება ბევრმა ვერ მონახოს ვიდეოსაც რო ეძებოთ ინტერნეტში ძნელი მოსანახია თუ კი არის ის სახელი გაბრიელე ხიმენეს რომელიც ყიოდა რომ ისინი ხალხს ჭამენ ისინი ადამიანებს ჭამენ მარტო მკვლელობაზე კი არა აი როგორც კი სასტუმროდან გამოვარდნილი გოგო აი ამას გაყვიროდა მოვიდა პოლიცია და დაიჭირა წაიყვანეს და გააქრეს მის მერე ის არავის აღარ უნახე და ანუ ესე იგი ეს სისტემა არ ერიდება ყველა ესე იგი იმდენი ესე რომ ვთქვათ იმდენი გვამი არის უკვე ამათ სარდაფებში და ამათ სარდაფებში ხო და გაქრობილი ადამიანები რომ გააქვეს საერთოდ ახლა იგივე კოვიდ ფაშიზმის დროს რამდენიმე პრეზიდენტი პუტჩი მოუწყვეს მოკლეს ისინი ვინაც არ გაატარეს ვინაც არ გაატარა მათი სატანისტური რიტუალები და მათი ეს ვთქვათ ბრძანებები თავის ქვეყანაში ვინაც არ გაატარა და არ ჩაკეტა ხალხი და არ მოთხოვა მას იძულებით ვაქცინაცია ასეთი იყო რამდენიმე აფრიკის ქვეყანების პრეზიდენტს მაგალითად ზიმბაბვეს პრეზიდენტი იყო ჰაიტის პრეზიდენტი იყო და შემდეგ რამდენიმე 3-4 იყო ვინაც უბრალოდ მოუწყვეს აჯანყება და მოკლეს და რაც შეეხება აი თვითონ ეპშტეინის კუნძულზე აი ხო არის საუბარი რომ ამდენი ბავშვი სად დაიკარგა და იკარგება ყოველწლიურად 100,000-ობით ბავშვი მსოფლიო მასშტაბით ხო ერთ-ერთი ფაილი რომ კაი არ დამავწდა ამის მინდოდა ამის თქვა თავიდანვე მაგრამ ბოლოში ვიტყვი რა აი სულ ახლა ნახეს ფაილი დღეს წავიკითხეს ინფორმაცია და ნახე ეს პირველ წყარო ეს იმეილი მიმოწერა ფილმისა რომელ ფილმაც ასე ვთქვათ ანგარიში გამოუწერა ეპშტეინს კომპანიას ერქვა გემინი რაღაც LTD რაღაც კორპორაცია ანგარიში გამოუწერა 100 რაღაცა ლიტრის 160 litrამდე იყო საუბარი თუ არ ვცდები გოგირდმჟავას საფაზური ანგარიში გამოუწერა გადაიხადეთ ფულიო აი ამისო ანუ 160 ლიტრი გოგირდმჟავა დაფიქსირებული არის რომ ეპშტეინმა შეუკვეთა
და ჩაიტანეს გალონებით იქა მის კუნძულზე. გოგი მჟავა და ზოგადად მჟავას სახის მჟავები გამოიყენება გვამის დასაშლელად და მის გასაქრობად, ესე ვთქვათ. ან ფაქტებს აკრობენ, მტკიცებულებებს. აკრობენ გვამებს. ანუ ის გვამები, რომ ესეთ განადგურებული, მოკლული ბავშვები და შეწირული ბავშვები და შეჭმული და სისხლდალეული ბავშვები და თუნდაც ორგანოები გამოსლილი, ჩონჩხი და სამხედრო უარ დარჩეს, გოგი მჟავაში ხსნიდნენ და ასე აკრობდნენ, ასე იშორებდნენ თავიდან. და ეს არის ფაქტი, რომ აი რა სჭირდება ახლა კუნძულზე ცხოვრებაში გოგი მჟავა არ შეხება არ აქვს ნორმალურ ადამიანს, ხო? რატომ უნდა შეუკვეთო გოგი მჟავა ნორმალურმა ადამიანმა, მაგალითად, ხო? თუ კი რამე არ გაქვს გასანადგურებელი და დასაშლელი იმაში, ხო? აი ეს არის ის ფაქტები, რომელიც დღეს ძალიანაც რო არ გინდოდეთ ამას იგნორირებას როგორ გავუკეთებთ ვერავინ ჩემო ძვირფასებო და უნდა ვაღიაროთ ეს რეალობა და ცოტა იქნება აი ეგრეთ წოდებულ შეთქმულების თეორეტიკოსებს ბოდიში მაინც მოუხავთ იმ ხალხმა, ვინაც აქამდე ასეთად უწოდებდით აი ამ ხალხს ჩემნაირ ხალხს შეთქმულების თეორეტიკოსებს და ბნელებს და რაღაც გიჟებს და მთავარი ის კი რა ჩემთვის მთავარი არის მომავალში რომ რაღაც აქედან გამოვიტანოთ ჩვენი დასკვნები და მოახდინოთ დავიწყოთ უკვე იმას ფიქრობთ რომ მოახდინოთ ჩვენი დიდი მოსახლეობის უდიდესი რაოდენობის კონსოლიდაცია და უკეთ ორგანიზაცია. იმიტომ რომ აი ეს სატანისტები, აი ეს პედოფილები და არა მარტო ამერიკაში, აი თქვენ დავიწყებული გეხმართ, მაგრამ იყო ევროპაშიც, აი ბელგიაში, მაგათაც დეტრუს სკანდალი იყოს. პრობლემა დეტრუ, რომელიც დეტრუს ხო სკანდალია და იქაც ყველა მოწვე გააქვეს. აი ძალიან საეჭვო გარდაცვალებათა და მკვლელობათა და სიკვდილით და სერია, რომ ყველა ვინაც ამ საქმეში ამ სკანდალში ჩარეულიყო აქ ევროპაში პედოფილების წრე და ევროპაში პედოფილია და ასევე მკვლელობა ბავშვებს და ასევე საშინელებები, ყველა მოწვე მოიჭრეს თავიდან. ესენი არიან ძალიან კარგად ორგანიზებულები. ეს სატანისტები და ეს კანიბალები არიან ძალიან კარგად ორგანიზებული და ერთმანეთთან ასე ვთქვათ დაგეგმილად აწყობენ გეგმებს ჩვენი სოფლიო კაცობრიობის წინააღმდეგ. ჩვენი პასუხი უნდა იყოს სწორედ ასევე ორგანიზებულობა, გათვითცნობიერება, სწორი ინფორმაციით ერთმანეთთან და აი ამის საფუძველზე და ამის ირგვლივ გაერთიანება თავდაცვის მიზნით უპირველეს ყოვლისა და ჩვენი აქტიური წინააღმდეგობა და დაუთანხმებლობა და დაუმორჩილებლობა შემდგომი გეგმების და შემდგომი ასე ვთქვათ დაგეგმილი პანდემიების და ძალიან მალე გაახმოვანეს ნაპა ვირუსი ინდოეთში, ძალიან მალე დაგეგმილი ახალი კონფლიქტები და ომები, რათა ხალხი ერთმანეთს დააპირისპირონ უკვე ამჯერად რელიგიურ ნიადაგზე და რელიგიური ასე ვთქვათ ფსევდორელიგიური ყალბი ომები აწარმოონ ერთმანეთს შორის, რომელიც ამათი გეგმით მესამე მსოფლიო ომამდე უნდა მიუყვანოს კაცობრიობა, ასევე კაცობრიობის დიდ ნაწილის გაწყვეტის მიზნით, ან ჩვენი გაწყვეტის მიზნით რა. აი რომ ამაზე უთხრათ მტკიცე უარი, გამოვცხადოთ დაუმორჩილებლობა და პირდაპირ მივანიშნოთ რომ ჩვენ აი მათ ასე ვთქვათ დაკვირვზე აღარ ვიცეკვებთ რა. აი ეს არის მე მგონი ჩვენი მთავარი მიზანი უახლოს და არ მარტო უახლოს მომავალში და ჩვენი შვილების სხვა უფრო გათვითცნობიერებული სახით აღზრდა განათლება, რათა ეცნის მომზადებული აღმოჩნდა ამ უდიდესი გამოწვევებისათვის, რომელიც მთელ კაცობრიობას ღიად გვიდგას წინ. აქ საუბარია მათ შორის არა მარტო ასე ვთქვათ დაგეგმილ ომებზე და პანდემიებზე, არამედ ფინანსურ გადატვირთვაზე, რომელიც ასევე დაგეგმილი არის. იმიტომ რომ აი ხედავთ რომ აი დღევანდელობაში ხედავთ რომ აი ერთი მხრივ აი ესეთი სკანდალები როგორც ეპსტინის სკანდალი იწვევენ მოსახლეობის უნდობლობას მთავრობათა მიმართ და შეიძლება მოხდეს აი ფასადური, ანუ ისევ მათ მიერ დანიშნული მარიონეტული მთავრობების ჩამოშლა, ან ხალხის აჯანყება, რომ ვთქვათ ბრიტანეთში შეიძლება სტარმერი გაუშვან და თქვას რომ კაი გადადგეს და სხვაგან კიდე სხვები შეიძლება გადააყენონ თავისივე ასე ვთქვათ მარიონეტები, ანუ უნდობლობა არსებული ხელისუფლების მიმართ. მეორე მხრივ უნდობლობა ფინანსური ელიტის და ვალუტების მიმართ, მაგალითად დოლარის და სხვა ეტაბლირებული ვალუტების ჩამოშლა, ესეც დღის წესრიგში არის. დაინახავდით როგორ ასტრონომიული გაზრდა ქონდა ბოლო თვეების განმავლობაში ძვირფას მეტალებს როგორც ოქრო და ვერცხლი და შესაბამისად შემზადება ახალი მსოფლიო ფინანსური სისტემაზე გადასასვლელად, რომელსაც ქვია ციფრული ვალუტა და ციფრული იქნება ჩვენთან ციფრული ევრო, თუ ციფრული დოლარი, თუ ციფრული ლარი, საბოლოო ჯამში მსოფლიო ერთიანი ციფრული ვალუტა. ახლა საუბარია ასევე ციფრული იუანზე ჩინეთში და იუანის და დოლარის დაპირისპირება. ანუ ფაქტიურად აი ფინანსური კოლაფსი, რომელიც შეიძლება ამ პროცესმა გამოიწვიონ ძალიან მალე, გამოიწვევს
ადამიანების იძულებას, რომ აი რო ფული შენი ყველა მიაქცეთ ყურადღება მას ჩვენი დაზოგილი თანხები რაღაცნაირად მაინც აი თუ კი ესე იგი თქვა იმ სცენარისთვის უყოთ მზად რომ შეიძლება გააუფასოს სავსებით ეს ხაღალდის ფული და მათ შორის ელექტრონული ბანკში დადებული ანგარიშების ფული ნაწილი მაინც რო იყოს ასე თქვა ნაწილი რა 5-10% მაინც ჩემი რჩევა იქნება რომ გქონდეთ ოქროსა და ვერცხლის სახით რაღაცა გადანახული, იმიტომ რომ ის ყოველთვის შეინარჩუნებს თავის ნომინალურ ღირებულებას, ეს დიახ და თუნდაც რაღაცა აქციებით შეიძლება უკეთესი იყოს, იმიტომ რომ წილი იგექნებათ რომელიმე საწარმოში, ვიდრე ფულის შენახვა, იმიტომ რომ ფული არ არის დღეს არაფრით უზრუნველყოფილი და მათ შორის არც ბიტკოინი არ არის არაფრით უზრუნველყოფილი, ამაზეც მოიცოდეთ და იქ ბიტკოინზეც იყო საუბარი, რომ ეფსტინის ფაილებიდან გამოიკვეთა, რომ ბიტკოინიც მოსადის მოფიქრებულია და ეს არის კონტრაზრვის, ასე ვთქვათ, ინსტრუმენტი არის. ამიტომ მე ვაფრთხილებ ყველას, რომ აი მოემზადეთ ასეთი სცენარისათვის, იმიტომ რომ ესენი აპირებენ ფულის გაუფასურებას, სათა მე ყველა იძულებული გახადო, რომ მიიღონ ახალი ციფრული ვალუტა, თქვა რომ აი თქვენ არაფერი აღარ გაგაჩნიათ და ჩვენ შემოგთავაზებთ აი იმის გამო ფული დაკარგეთ, ჩვენ იმის ექვივალენტს ადეკვატურ ციფრულ ვალუტას შემოგთავაზებთ, რომელიც გახდა ციფრული, რომელიც იქნება აბსოლუტურად პროგრამირებადი და აი ეს იქნება აბსოლუტური ჩვენი ადამიანების დამონების მექანიზმი, რომ რაც უნდა ის გაგვაკეთებინონ რა. იმიტომ რომ ესე იგი ფული იქნება ვითომ ჩვენი და ფაქტობრივად მაგათი, იმიტომ რომ ესენი დაგვიწესებენ სად დავხარჯოთ, როდის დავხარჯოთ, რაში და რა რაოდენობით. და თუ კი ჭკვით არ ვიქნებით, ჩამოგვაწერონ, ისევე შეგვიმცირონ და დაუწესონ ლიმიტი, რომ იმის იქით უკვე განულდება, მაგალითად თვის ბოლომდე თუ არ დახარჯე განულდება, ან საერთოდ თუ კი ვინმე ჩემნაირი ისევ შეთქმულების თეორიებს გაახმოვანებს, საერთოდ გაუნლონ ანგარიშები, ხო? აი ესეთი აბსოლუტური მონობის გეგმა არის შემუშავებული და მართვის ბერკეტებს ამუშავებენ, საჭირო მართვის ბერკეტებს იმისთვის, რომ მასები კარგად მართონ და თქვენ გააჟღერეთ, რომ მომდევნო უნდა ველოდოთ ვირუსის შემოგდებასო და ეს ნიშნები უკვე არის და ძალიან ბევრმა გააჟღერა ამ თემასთან დაკავშირებით, რომ მომდევნო პანდემიას უნდა ველოდოთო და საზოგადოებისთვის ბატონო კობამ როგორც აღნიშნა, აუცილებელია ამ ეფშტეინის ფაილებზე დაყრდნობით კოვიდის აფიორის სიტუაციიდან გამომდინარე, ყველაფერ დაკვირვება სჭირდება გაანალიზება, რაცაც დავაკვირდით ამ დრომდე, ამ ყველაფერს სჭირდება სწორად გაანალიზება და ის რომ საზოგადოება მზად იყოს ამ ყველაფრისთვის. კომენტარებში იყო ძალიან ბევრი შეკითხვა, მაგრამ ერთი მენიშნა ძალიან და რაც მეც მაინტერესებს, რამდენად შეიძლება ამ ყველაფერთან დაკავშირება. საქართველოში არის სუროგაციის ბუდე საქართველოს. და მეტწილად ღამის საათებში თბილისის და ქუთაისის აეროპორტებიდან გაყავთ ჩვილი ახალდაბადებული ბავშვები ძალიან ბევრი. რამდენად შეიძლება ესეც ახლა კიდე აბსურდის თეორიებში ჩაკარგოს დაგვებრალებენ და რაღაცა მოგონილ სიტყვიან, მაგრამ რამდენად არის შანსი იმის, რომ ამ საქმესთან იყოს ეს კავშირში, იმიტომ რომ ესე რომ ბუდეთ გადაიქცა ჩვენი ქვეყანა, ბავშვების ინკუბატორებად გადაიქცა ფაქტიურად ქალები, ხო? და მეტწილად მამაკაცებს გაყავთ. კადრებიც მოხსნა ნახი. ანუ ცოლი, ქმარი, ოჯახი არა. მამაკაცებს გადაყავთ ხოლმე და უფრო საღამოს ფრენებზეა ქუთაისის და თბილისის აეროპორტები გადავსებულია ხოლმე. თითქმის ყოველ საღამოს გადის ხოლმე ეს. რამდენად იცით თქვენ და შეხება რამდენად გაქვთ ამ ინფორმაციასთან? აი ესე ვისა და ეს ახლა მე არა ვარ რომელიმე სპეცსამსახურის ჩართული რომ ან გამომძიებელი რომ კონკრეტული შემთხვევები გამოიძიო და იქ თქვა რომ აი ფაქტი მაქვს რომ ასე მოხდა რა. მაგრამ მე მაქვს ისევე წვდომა საზოგადო ინფორმაციას როგორც ყველა სხვას და ვინაც არ დაიზარებს მაგალითად შეიძლება დაგუგლოს და ნახოს ინფორმაცია მაგალითად იმაზე დაფიქსირებულ ფაქტებზე მაგალითად რომელიც ვიცით რომ აი მაგალითად სადმე ევროპაში ქვეყნას ახალწოდოთ აღარ მახსოვს მაგრამ იგივე ავიღოთ რა ევროპის ქვეყანა ან ამერიკაში შეთქმულებში ფაქტი იმისა რომ დაიჭირეს წყვილი მამაკაცები ანუ ეწოდებული ატრადიციული ორიენტაციის ნუ ახალ უკვე მიღებული ვინაც მოგხსნება დააკანონებს როგორც ერთსქესიანთა ქორწილი ასევე მათი მიერ შვილების აყვანა ასევე სუროგაცია ამ ქვეყნებს ეს დაშვებული არის რამდენჯერ დაფიქსირდა ესეთი შემთხვევა რომ დაიჭირეს ეს ადამიანები ეს ორი მამა მაგალითად ხო რომელიც აღმოჩნდა რომ აი თავიანთ ნაშვილ ბავშვს სისტემატურად და ყოველდღიურად აუპატიურებდა. და ეს არის ფაქტი, იმიტომ რომ დაჭერილი არის ადამიანი და გასამართლე ორივე დაჭერილი და გასამართლებული ამას. ხო, ანუ ხარ როცა შენ ასეთი ფაქტი იცი, რომ ასეთი რაღაცა ბუნებაში ხდება, რომ და შენ ვერ გააკონტროლებ ახლა რამდენი იქნება, ხა ეს არის შანსი რომ ყველაზე თქვათ გადავწოდა, თქვა რომ ყველა ვინაც არის თქვათ
გეი ან ჰომოსექსუალური წყვილი და შვილობილობს ბიჭს ან ავიც პატარას მაინდა-მაინც ასე გაუკმართებულ რაღაცას იზამს ბავშვთან მიმართებაშიც. რა თქმა უნდა, არა, მაგრამ ჩვენ არ ვიცით იქნება ეს ამ ადამიანებს 1%, 2% თუ რამდენი პროცენტი იქნება, ვინაც ჩვენ დაუჩუნოთ ასეთ რაღაცას ჩაიდეს და ვინაც ჩაუდენიას რაღაცა, ხო? არა მარტო კაცებს, სხვა შორის ქალებზეც იყო ლესბოსელი ქალბატონები წყვილი, ასევე იყო მიცემული პასუხისმგებაში იმის გამო, რომ მათ მიერ აყვანილი გოგონები, ბავშვები, ასევე მათ მიმართ განახორციელეს, ასე ვთქვათ, გამურყვნელი ქმედებები არაერთხელ და სისტემატურად. და ეს არის ფაქტები, ხო? ახლა როცა ჩვენ ეს ფაქტები ვიცით და მაინც ღია ვართ ქვეყანაში, არა უბრალოდ სუროგაციისათვის, არამედ იმისთვის, რომ სწორედაც მოხდეს ასეთი წყვილების შეკვეთით, თქვა ერთსქესიათა წყვილების შეკვეთით, სუროგაციის განხორციელება საქართველოში და მათი ბიოლოგიური, თქვა მასალის გამოყენებით ბავშვის, თქვა დაბადება საქართველოში, კვერცხუჯრედი შეიძლება არ იყოს შენ და არც სპერმა არ იყოს ქართველის, მაგრამ ხო შენ ორგანიზმში იზრდება, არა და ჩვენ ესე იგი ქვეყანა, სადაც ბავშვები ჩვენ თვითონ, აი ჩვენ გვაკლია და ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობა არის კატასტროფული და ჩვენი შობადობა საქართველოში არის კატასტროფული. მით უმეტეს თუკი სიკვდილიანობას შევადარებთ, რომელიც მომატებული არის კორონა აცლების შემდეგ, ეგეც საინტერესოა. ხოლო ფერტილურობა, ანუ შობადობა ასევე მოკლებულია კორონა აცლების შემდეგ. ხო, ახლა ეს რა თქმა უნდა ყველაფერი დამთხოვდა შემთხვევითობა, ხო, რა თქმა უნდა, აცრარაშუაშია კაცო, მაგრამ ნუ ფაქტია, ხო, რომ კატასტროფული დემოგრაფიული მდგომარეობა არის და ქვეყანას მომავალი არ აქვს, თუკი ჩვენ ეს მდგომარეობა უახლეს წლებში ვერ გამოასწორეთ. დემოგრაფია, ანუ ჩვენში საქართველოში ქართველი ბავშვების შობადობის ამაღლება დამატება. აი, როგორ მოხდება ეს თუკი ჩვენს დედებს ინკუბატორებივით ვაძლევთ სხვებს, რათა მათ განახორციელონ, ასე ვთქვათ, სუროგაცია და გაყავთ ეს ბავშვები და მერე ჩვენ არანაირი კონტროლი არ გვაქვს იმაზე, თუ საქართველოში დაბადებულ ბავშვებს რა ბედი ეწევათ ევროპის თუ ამერიკის თუ თუნდაც რუსეთის თუნდაც სხვა არ გამოვტვეფ რავის ყველგან შეიძლება მოხდეს ესეთი რაღაც და უარესი რა ჩვენ არანაირი კონტროლი არ აქვს და როცა დღეს უკვე ვიცით რა ხდება ეპსტინის ფაილებში როცა ვიცით რომ არა მარტო სექსუალური ძალადობის არამედ მკვლელობის და რიტუალური სხვებშეწირვის მსხვერპლი ხდებიან ბავშვები და არ არის ერთზე და ორზე საუბარი აი როგორ შეიძლება ამ პირობებში ჩვენ ვიღაცას ვენდოთ და ბრმად გავატანოთ საქართველოს დაბადებული ბავშვი არ ვიცი, ამაზე უნდა ვფიქროს ერი და ბერი და ჩვენ უნდა მოთხოვოთ მთავრობას, რომ აი ეს არ შეიძლება ყველაფრის გაყიდვა და ყველაფრის ფულზე ამოხურდაება რა. ეს არის სამარცხვინო და ჩვენ სუროგაციის გზით ვცდილობთ და ვიღაცა კონკრეტული პიროვნები და ფილმები ვცდილობენ ამაზე მილიონები რომ უნდა იშოვონ კიდევაც, თუმცა ქვეყანა და კანონმდებელი ამას უშვებს კანონმდებლობის დონეზე და თავის წილები მიდის აქედან და ვითომ რაღაცა ვალუტა შემოდის ქვეყანაში რა. ეს არის სულის გაყიდვის ფასი და საქართველოს და ჩვენ პასუხს ვაგებთ იმაზე, რასაც ჩვენი მთავრობა ჩაიდენს. ძალიან ცუდი შედეგები დაგვიდგება, თუკი ჩვენ ამ ცოდვის ტოლერირებას და მოთმენას გავაგრძელებთ მომავალში და თუკი სასწრაფოდ არ შეწყდება ეს პრაქტიკები, როგორც არის სუროგაცია და ვიღაცების ბავშვის მიყიდვა. ბავშვების ყვითას ყიდვის რა განსხვავებაა, როცა შუა საუკუნეებში ჩვენი თავადები ყიდნენ, არა მარტო თავადები, აზნაურები და ვისაც შეძლო გლეხებიც კი, ზოგიერთ უკვე თავის შვილსაც ყიდდა ოსმალეთში და მე სტამბულის ბაზარზე ოღონდ ფული ეშოვა ხალხს. აი ამ დონეზე იყო დაცემული ქართველი და აი სამწუხაროდ საბჭოთა კავშირის პერიოდშიც კი ცნობილი არის ბოლო წლები იქ სანამ დაიშლებოდა რამდენი შემთხვევა იყო ჩვენს სამშობლო სახლებში ბავშვების დაკარგვისა ან ვითომ რომ მოკვდა ასნაუში რომ გაიტაცეს და გაყიდვისა და ასე შემდეგ. რამდენი ამოტვირთული შემთხვევა და სამწუხაროდ ეს დღესაც გრძელდება და დღეს კიდე ამას დაემატა ის რომ ჩვენ ვიცით რომ ძალიან განვითარდა ტრანსპლანტოლოგია, ანუ ორგანოების ამოღება ადამიანებისაგან და ისინი ყოველთვის ცდილობენ მონახონ ისეთ ქვეყნებში, სადაც არის კრიზისი, მაგალითად უკრაინაში ომი როცა არის, ცდილობენ რომ აი ეს გამოიყენონ, რომ ყველა დაჭრილიდან ამოიღონ ორგანოები და გაყიდონ ძალიან დიდ ფასში ბავშვებზე, იმიტომ რომ ბავშვების ორგანოებს ასევე დიდი ფასი აქვს და ჩვენ რა გარანტია გვაქვს, რომ აი საქართველოს იგივე არ ხდება და ჩვენგან წაყვანილი ეს სუროგატი დედების მიერ და შეძენილი ბავშვებს იგივე ან მსგავსი ან უარესი საშინელებები არ დაემართება, ხო? აი იგივე ეპსტინის ფაილებში მაგალითად თვითონ ეპსტინი მიმართავს თავის ერთ კომპანიონს რა ის აცხადებს რომ ის არის
როჩილდების ფინანსური მაგნატების წარმომადგენელი როჩილდების და ერთ-ერთ წერილში მის წერა არიან როჩილდს, არიან დუ როჩილდ ფრანგული ეს што ეს ხელმძღვანელს იმ ბანკებისას, რომ აი ახლა რო უკრაინაშიო გადატრიალება მოხდაო, საუბარი არის 2014 წლის მაიდანზე. ეს ჩვენ ძალიან დიდ შესაძლებლობებს და ძალიან დიდ შანსებს გვაძლევს. აი პირდაპირ ეს წერს და აი რა შანსებზე იყო საუბარი, ახლა მაგაზე თქვენ თვითონ იფიქრეთ და იაზრუნეთ, რაზე შეიძლება რატომ უხარდათ ასე ძალიან 14 წელს მაიდანის მოწყობა და გადატრიალება უკრაინაში და რა სარგებელს და რა შესაძლებლობებს ხედავდნენ ბატონი ეპშტინი და მისი ასე ვთქვათ უფროსი სუპერმაგნატი და ბანკირი დუ როჩილდი. ბატონო კობა, ერთი პერიოდი კიდევ რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში მოხდა ესეთი ფაქტიც, რაღაც რაოდენობა ბავშვების დაიკარგა, ოჯახები ეძებნენ და თითქოს აი რუსეთში გაიტაცეს და მთელი ამბავი იყო ამაზე ატეხილი და რუსეთის ბავშვთა სახლებიდან ოჯახები, რომლებიც მოიძებნა, დაუბრუნეს ბავშვების გაყვანა იგეგმებოდა და წამოიყვანეს ეს ბავშვები და შემდეგ პატრონებს ჩააბარეს და ვისი პატრონებიც ვერ იპოვეს კონკრეტული მშობლები, ოფიციალურად მშობლები ვისიც ვერ იპოვეს, ბავშვთა სახლებშივე დატოვეს. და ხო არ ფიქრობთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში საკარგული ბავშვები შესაძლოა ამ ფაქტსაც უკავშირდებოდეს, იმიტომ რომ ისეთი რაღაცები ხდება, ყველა ვერსიას აქვს, მე მგონი დაშვების უფლება უკვე ამ სიტუაციაში. რა თქმა უნდა. როდესაც იყო დიდი ტოლინების ტალღა უკრაინიდან წამოსული ევროპისკენ, ხო, ძალიან ბევრი ბავშვი დაიკარგა. ძალიან ბევრი ბავშვი დაიკარგა უკრაინელი ბავშვი. და დღემდე არ ხდება მათი მონახვა. ახლა ჩვენ ვიცით ახლა რაში შეიძლება ჭირდებოდეს ბავშვები, რატომ თესობლიოში არის გავრცელებული ბავშვების მოტაცება და ყველა უნდა იყოს ძალიან ფრთხილად. ამდენი კადრი არის, რომ ღია ქუჩაზე ვიღაცები უცებ გადმოგზა სკოლაში წასულ და ბაღში წასულ ბავშვს თუ კი ისე უყურადღებოდ მიუტევებიან მშობლებს ეგრევე ჩაუდიათ მანქანაში ან რაღაცა და გაუტაცებიათ და რა თქმა უნდა ახლა ისთვის უნდა ბავშვები მართლა ხო მართლა ასე ვთქვათ იმათ ხვალ უნდათ რომ იშვილონ და გაზარდონ და იმას რა ქვია კარგი ცხოვრებაში ამყოფონ არა ეს არის პირველი ყოვლისა სექს მონები სანამ არ მოყიჭდებათ მე უკვე როცა სექსუალურ კუთხით ესე თქვა თავის თავს ამოწურავენ და ძალიან ძნელია ამაზე საუბარი, მაგრამ უკვე ესე იგი ყველა რესურსი ამოგებული იქნება ამ კუთხით და იქ ამაზე ფული გაკეთდება. მე უკვე ორგანოები უკვე ესე იგი გარწმულია სასიკვდილო და ქრებიან ეს ბავშვები რა. აკრობენ და როგორ აკრობენ ამაზე უკვე ვისაუბრეთ. სამწუხაროდ ესეთ რეალობაში ვცხოვრობთ და სამწუხაროდ რა ესეთი რეალობა იყო აქამდე, უბრალოდ აქამდე ამის დაჯერება უმრავლესობას არ უნდოდა და დღეს იძულებული ხართ რომ შეხედოთ ამას რეალობას, შეხედოთ თვალებში, ყველამ ვაღიაროთ ეს რეალობა და ვიფიქროთ აი რა როგორ მოვიქცეთ აი ამ რეალობის პირობებში და ჩვენ რა გავაკეთოთ. თვით გადარჩენაზე რომ გადაერთოს ერი მართალი ბრძანდება. ჩვენ როგორ დავიცვათ, ჩვენი მომავალი როგორ დავიცვათ და ჩვენი ზოგადად აი ჩვენი ადამიანური ცხოვრება როგორ დავიცვათ ადამიანური რო იყოს და არ ვიყოთ რაღაცა კანიბალების მსხვერპლი, რაღაცა ცხვისფარა, არ ვიყოთ რომ აი როგორც შემოვა და გამოხშირავენ და ნებისმიერ ცხვარს წართვენ ციკანს და წაიყვანენ და სადაც უნდა იმ ციკანს ისე დაკლავენ და ისე შეწავენ და ისე ჭამენ, ხო? აი ესე რო არ გავკეთონ ჩვენ რა. და ამისათვის ჩვენ უნდა განვაცხადოთ. უმეტეს ჩვენ სახელმწიფო ძალიან სუსტია ამ ეტაპზე და ასეთ დროს თვითონ თითოეულმა მოქალაქემ უნდა ვეცადოთ ესეთ მაგალითებზე ჩვენ თვითონ გამოვიტანოთ. კარგი მაგალითი ვისწავლოთ და ჭკუა ვისწავლოთ და რაღაცები ბევრად უფრო სხვანაირად ვაკეთოთ ხოლმე, იმიტომ რომ არ ვართ დაცულები. დღევანდელ მსოფლიოში არავინ არ არის დაცული და მით უმეტეს ჩვენნაირი პატარა სახელმწიფო და როდესაც ამდენი მაგალითები გვაქვს წინ რაღაცა ჭკუა უნდა გვასწავლოს ხალხმა. დიახ და ჩვენ უნდა მოვთხოვოთ ჩვენს ხელისუფალს უპირველეს ყოვლისა ჩვენი საკუთარი აი ჩვენი შიგნით უნდა საკვავს აი ამ წურბელების და აი ამ ვამპირების ესე ვთქვათ და აი ამ პარაზიტების განადგურება რა გაუნებელყოფილობა მაინც რომ ისეთივე საშინელებები არ დაატრიალონ როგორც უკვე დაატრიალენ ყოფილი პანდემიის დროს ესა უპირველეს ყოვლისა აი ეს ვაჟბატონები რომლებიც კურირებდნენ აი ამ ფსევდო ბოლოტმოქმედებულ პანდემიას და სხვა მასთან დაკავშირებულ ასე ვთქვათ რეგულაციებს ესენი არიან გამყრელიძე, ესენი არიან იმნაძე
და სხვები მრავალი კიდე ხო ის საინგაკად ხო ეს ყოფილი მინისტრები ვინაც თქვენ ჩართული ამ საქმეში განსაკუთრებით ისინი და ჩვენ თუ კი ესე იგი ახდება ეს ხალხო დაუჩვენობის სინდრომი რა არის იცი თუ კი ჩვენ აი ამ დანაშაულების გამო რომელიც უკვე ჩადენილი არის არ დავსაჯეთ და არ მოთხოვეთ პასუხისმგებლობას და თუ არ დავსაჯეთ ის მაინც არ მოახერხეთ რომ ისინი ჩამოშორდნენ ყველანაირ საქმიანობას და მით უმეტეს იმ საკვანძო ასე ვთქვათ თანამდებობებს თუ არ ჩამოაშორეთ შემდეგ დავაგებინებთ პანდემიაზე ისიც და იმაზე უარეს რაღაცას გაატარებენ კიდე იმიტომ რომ აი ერთხელ ხო მოხდა და ხო გაუტარეთ ხო იგივე ხდება ყველა სხვასთან მიმართებაში აი ვინაც დარჩა დაურჩელი დარჩება ამ ეფშტეინის ვთქვათ აქტებიდან დაურჩელი იგივეს და იმაზე უარეს გააკეთებს აი ბილ გეიტსი რატომ არის რომ მიუხედავად იმისა რომ ბოდიში ხდის რომ კი რაღაცა გამომჟღავდა ერთი რაღაცა რომ აი კიდე რაღაცა ეგრეთ წოდებული რუსი გოგოებისგან ხა რუსი იყო თუ უკრაინელი ხა ძალიან არ გავიგო ჩვენ ახლა მაშინ უკრაინებსაც ყველას სლავური წარმოშობა ყველა ერთმანეთს ყველას მაგათთვის არ იყო ბელარუსი და რუსი განსხვავება და არც უკრაინელი 15-16 წლებში მაგრამ ოდესაც აი არის გამომზეურებული რომ აი კიდე რაღაც ვენერიული დაავადება და მე თავის უსას გადადო და მე ეფშტინისგან ითხოვდა ბატონი ბილ გეიტსი ხო ცოლს ატყუებდა და ცოლისთვის უმალურად ცდილობდა მისთვის შეეპარებინა წამალი ანუ ანტიბიოტიკი რომ ესე იგი არ გამოჟღავნებულიყო მისი ეს ხალატი და თვითონაც ანტიბიოტიკებს ხებულობდა აი ამ ვენერულ დაავადების წინააღმდეგ. ახლა ეს ადამიანი რომელიც თავის დროს ასე უშალიშოს რაღაცას ხო იგივე ადამიანი როცა გეუბნება რომ ზრუნავ შენს ჯანმრთელობაზე რამდენად ენდობი რატო ენდეთ თავის დროზე აი ხო ყველა ბილ გეიტსის დაფინანსებული იყო ეს პანდემიას და ეს ეგრეთ წოდებული ვაქცინების და იშოვა ამაზე მილიარდები ხო იგივე ბილ გეიტსი დღეს ამბობს რომ აუცილებლად უნდა ემზადოთ შემდეგი ვაქცინი. კიდე ამას ამბობს. იმას კი არ ამბობს რომ სადოთ ვაფშე გაჩუნდეს და სადოთ ჩამოშორდეს ყველანაირ საქმიანობას იმის გამო რომ ეფშტინის ფაილებში არის. პირიქით ამბობს რომ აი წინ გავიხედოთ ახალი პანდემია უკვე შორს აღარ არის და ჩვენ უნდა ისევ ვთქვათ კონსოლიდირებულად შევხვდეთ და უნდა შესაბამისი ღონისძიებები გავატაროთ. ამიტომ ძალიან მალე დავამუშავებთ იგივე და უფრო უარესი რეალობის წინაშე თუ კი ჩვენ ესე იგი მაგიტო გეუბნებით რა ჩვენ ქვეყანაში ჩვენი ხორცმეტები და ჩვენი პარაზიტები უნდა მოვიშოროთ თავიდან და ეს მოხდება როგორც აი ჩვენი ბრალი არის ჩვენ ხალხი არ ვარდივართ თორსა აი ესეთი სუბიექტები როგორც არის გიმნაზია და გამყრელიძე ვერ უნდა დადიოდნენ ქუთაისის და თბილისის ქუჩებში და საქართველოს ქუჩებში სადაც ვერცეთივე უნდა გამოიხედოს უნდა არა მარტო ცხრონდეთ არამედ უნდა ეშინოდეთ ხალხის რისკვის და იმის გამო რომ ჩვენ ეს არ დავანახეთ მაგათ ასთრობას ამოთხოვეთ მე ვერ უყურებ რაღაცა უკეთეს პერსპექტივას უახლოს მომავალში ძალიან დიდი მადლობა ბატონო კობა ესეთი ამომწურავი და საინტერესო საუბრისთვის იმედია ეს სივრცე მოგაწონეთ და როგორც ვიცი პირველად ხართ ამ სივრცეში ლაივში ხო სტუმრად იმედია მოვახერხებთ და მოგაწონებთ ამ სივრცეს და ხანდახან გისტუმრებთ ხოლმე დიდი სიამოვნებით იმიტომ რომ აქ ყოველთვის ხო ნახეთ სტუმრობისთვის ვამბობ შეიძლება თქვენ არ გინდოდეთ აქტიურობა ხშირად და რაღაცა ლაივების ჩართვა მაგრამ თქვენ თებლა პატივისცემთ თქვენ გამოდა თქვენი პატივისცემით ეს გამორაკლისი დაუშვათ თქვენი პროფესიის მიხედვით ეს ისეთი თემა იყო ხა თქვენს პროფესიასაც პირდაპირ ეხება როცა სოფლიოზე მიდის საუბარი და პოლიტოლოგი ბრძანდებით და მთლიანად პოლიტიკა ის ყველაფერი რაც მაგ ეფშტეინის ფაილებში გამოჩნდა ხო და აქედან გამომდინარე თქვენ სფეროს და მაინც კომპეტენციას არ გავცილები ვარ და ამიტომ მოგიწვიეთ ამ თემაზე სხვა დროსაც ვეცდები უკვე რაღაც რომ დაგროვდება რამოდენიმე კვირა პოლიტიკური პროცესები ერთდროულად მე გთხოვთ ხოლმე ხანდახან როგორც მოიხერხებთ ისე რომ ხელი არ შეგეშალოთ თქვენ საქმეებზე სიამოვნებით მოგიწევთ ხოლმე სტუმრად დიდი მადლობა მშვიდობიან საღამოს გისურვებთ დროებით დაგემშვიდობებით ბოლომდე არ მომაგზავნებთ დროებით დიდი მადლობა მოწვევისთვის და მადლობა თქვენს აუდიტორიას და კი ბატონო მომავალ შეხვედრამდე